გადაცემა სარკასტიკის მე-12 ეპიზოდი გახსნილად გამოგვიცხადები. დააკვე. თავარი ამბავი. ჩვენ Facebook-ზე უკვე ვართ 100,000. ფილარმონიაში გონია თავი. და მე იუმორინაზე. შენი ნათქვამი მეტირება. აი მართლა მეტირება. მაგრამ ესე იგი პირველ რიგში მეგობრებო ყველას უდიდესი მადლობა ამ თანადგომისათვის, იმიტომ რომ არა თქვენ ეს გადაცემა ვერ იარსებებდა, როგორც სხვა პოდკასტები მარტო ჩვენთვის მოგვიწევდა საუბარი, მაგრამ თქვენი დამსახურებით ეს გადაცემა ვითარდება და ვითარდება. YouTube გადაცემები იხურება. წამოფართხალება რამდენიმე გადაცემა და აღარ არის. 100,000 ორ თვე ნახევარში. ეს არის მგონია რომ ძალიან დიდი შედეგი Facebook-ში. ვიდეოების ნახვებს, კომენტარებს და ლაიქებს მაგებზე აღარ გულისხმობ, იმიტომ რომ 800 და 900,000-ია. ყველა ძალიან დიდი მადლობა. ახალი ეპიზოდი იქნება ფანტასტიკური სტუმრით. თუმცა ჩვენ დღეს გვყავს ახალი სპონსორი. ეს არის მიხაუსი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო ჰიპერმარკეტი, რომელშიც შეგიძლიათ ნებისმიერი სახლისთვის თქვენი ნივთი შეიძინოთ, თუ გაქვს რემონტი, მიბრძანდი მიხაუსში და აბსოლუტურად ყველაფერი დაგხვდებათ იქ. ლამაზი ლოგო, ლამას თამაზასთან ერთად სპეციალურად ჩავიცი. თახოც ეს სვიტრი შენ ნაჩუქარი არის, შენ მიყიდე და ისეთი გემოვნებიანად იცი რაღაცების ყიდა რომ აი მეტი და მეტი. ესე იგი მიხაუსიც ყავს უკვე და დიდი მადლობა ამ კომპანიას გვერდში დგომისათვის, თუმცა თამას ეხლა სპონსორები კარგია, მაგრამ როგორ მიხარია იცი რომ რეკავენ, თქვენი სპონსორი მინდა რომ ვიყო. მე ხო მეტირება. მაგრამ თუ დავდივარ ბჯდები. ეხლა მთავარი ამბავი რა, პრობლემა უბრალოდ ჩვენ გადაცემაში რა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიწერა რომ თქვენი გადაცემაო არაფრის მომცემი არ არისო. თქვენ გადაცემას უყურებენ ბავშვებიო, მოზარდებიო. როგორ უნდა დაწყვიტო წელში. ხო და უყურებენო ბავშვები მოზარდებიო და გვინდა რომ უფრო შემეცნებითი იყოსო ამ ახალგაზრდაობამ რაღაცა ისწავლოს თქვენგანო და ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ დღევანდელ გადაცემაში ჩავსვათ პოეზიის 2 წუთი იმისათვის რომ უფრო მეტად განათლებულები იყოთ და ვერ გავიგე მაკაშალიკაშვილის ის რო ქონდა გადაცემა ის პოეზია არისო? ხო და რომ მოეწონათ ამიტომაც გადავწყვიტეთ სხვა პოეტის ლექსი წავიკითხოთ აი ხა შეგიძლია იხილო შენ თან პოც წავაფუილებ უხდება ხარი არხევდა ჭადრებს წყემსი მისდევდა ნახირს ტყის პირას ბიჭი გოგოს პირში აძლევდა მაღინს აიმე რას აძლევდაო პირში აძლევდა ნახირს ეს ხარ რაღაცა გავიგე არა ვიძახის ეს კაცი რა ვიცი ხსნის რომ არა პირში აძლევდაო ხო ნახინს მეთქი კაცი ზოგი ნაყინს ისი აძლევს პირში რომ ყველა აი ჯობია სხვა რაღაცა მოგხვდეს აი ზოგი როგორ ილოკება ხოლმე მაგრამ აი რადგან გადაწყვიტა რომ უფრო შემეცნებითი და ისეთი იყოს გადავწყვეტეთ რომ აი ესეთი მაგრამ პოეზია შემოგვეშვა თუ არ ყოფნით კიდევ ჩვენ შეგიძლია დავამატოთ მეორე ლექსი მოვისმინოთ ახლა ერთმა პოეტმა მე ლექსებს ძირითადად ტუალეტში ვწერო ხო და ამაზე დავწერე მე ერთი სტროფი და აი მგონია ახლოსაში მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ ლექსი ეს არის ტანჯვა ასე სად არის ძმაო თან ლექსი წერო ტანჯვა პოეზია გარიკაცია მიყვარს ესეთი ბოზური ლექსები რატოა ბოზური პირიქით ახლა პოეზიის განათლება მიიღოს ისე მე გამიგიო რომ მაგ დროს როცა საპირფარეში ხარ უფრო მოგდის მუზა შენ არ ჩვენ გადაცემაზე საპირფარეში ფიქრობ აი შენ რა გითხარი კაი აქვე მინდა გითხრათ რომ გადაცემას ყავს კიდე სხვა სპონსორები ეს არის podcast point-ის სივრცე რომელშიც იწერება ჩვენი გადაცემა ეს არის სივრცე სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ მაღალი ხარისხის გადაცემები ისეთი როგორიც თქვენ გინდა ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი ყველაზე გემრიელი გემრიელი ტკბილეულო მარილი შენ შემოგეძლებ ყველაფერი აქვს ხლაპის ქართულია ყველაფერი მიყვარს და ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ის ტრაფიკვების ობიექტი რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-ში ჭამე იკაიფე რა მე გემრიელია მოდი მთავარი ამბი დავიწყოთ
ჩვენ ყველა წამყვანი ჟურნალისტი ზოგადად ამ სფეროში მომუშავე უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში იმედი და პოზიტივი დაასანქცირეს და სად გამომიჭირე რომ სცენარი წაკითხული არა მოხს მეთქე რაღაცა რომ მიღაცა ერთი წამ სერიოზულად ეს მეთქე სტარტაპს უნდა დახმარება და რამით ვეხმარები მოკლედ ტელეკომპანია იმედი და პოზიტივი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა რაც იმას ნიშნავს რომ მოკლედ ერთი წამი რა ბრიტანეთი უყურებდა სერიოზულად მინდა რომ თქვა გაჭირდეთ მოკლედ იმედი და პოზიტივი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენ კოლეგებს გამაგრდით ფული ჩემოდნებით მოვა იმედია ჯაჯანიძე მეწოდება იმ დღეს ნახე მაგიზი პოსტი ვირცხიდის როგორ გაუჭირდა ყველას ხო ბანკის ვალია ხო მაგრამ ერთი ვიდეო უნდა გაჩვენო ახლა სანამ იმედზე გადავალთ კონკრეტულად პოსტივის შუა დღის გადაცემა თუ არ მეშლება პოსტივი რადიო თუ ბავშვი ტელევიზიასავით არის გადის ეგ ტელევიზორში რაღაცა ეგეთია ხო რაღაც სადღაც იჭერს სადღაც არა აი ეს ვიდეოა სადაც შუა დღის წამყვანები ცდილობენ რომ აი ამ თემაზე იხუმრონ ძალიან კარგია რომ ეს იყო ბოლო მაგათი შუა დღე თუ როგორ არის არ ვიცი აი Good day guys have a great one ინგლისში აღარ გვიყურებენ გენოცვალე ჩამოდი ხო სამოქართულო ხემში გობისა მოგესალმები აი მე რა სიმწრის სიცილია აი ამოწარებულები ვარ ის გოგოები უფრო რაღაცა ბიჭი უკვე ხდება რომ აი ხდება რომ დანძრეული ძალიან შარშია პრინციპში პოზიტივი ისედაც ხელზე იღებდა მე მგონი ფულზე ისეც 2 კაპიკი ქონდათ მაგადა ხა მაგათი ხარ არ მგონი დიდი ჰონორარები ქონიყოთ აი შეიძლება ვერც მიხვდნენ რომ ჩაური იცით საერთოდ ნუ ხუმრობასაც ზალა უნდა და რავი ჩვენ გადაცემას რო ხო ზოგადად ტელევიზია უფრო მეტად იმიჯია იქ არ უხია გააჩნია ტელევიზიას და ტელევიზიები სადაც სხვენია მაგალითად რო ვიყავი. კაი, მოდი ახლა დაუბრუნდეთ იმედს, იმიტომ რომ იმედზე არის ამბავი და იმედი ამოამწარო. არა, მე მინდა რომ იმედს დაუდგეთ გვერდში და რაღაცემ ხარდაჭერა გამოუცხადო და მოკლედ დაურეკოთ ახლა იმედის თანამშრომლებს და ვუთხრათ რომ მათი ხელფასი, რადგან ბარათებზე აღარ ჩაირიცხება, ჩემოდნით გვაქვს და სად მივაწოდოთ. აი მე რა დაურეკოთ მაგდა ანიკაშვილს. მაგდა ანიკაშვილს ჩემოდნით კი არა, ალბათ დიდი რაღაცა ტრაილერს დავწვირთავთ. უი. მე მგონი ანგარიშიც აღარ აქვს მაგდას. მანგა ალბათ ბანკიდან ურეკავ ეს გადასახდელი და გიორგი ის გიორგი რომელია? ის ბიჭი გიორგი ფუტკარაძე არის გვერდზე მждობი. ვიცი, როგორ არ ვიცი. მაგათ იმ ხელფასები ქონიათ რომ ურეკავ გიორგი ფუტკარაძეს, გიორგი ფუტკარაძე არის მაგდა ანიკაშვილის გვერდზე მждობი ადამიანი. გიორგი მინდოდა? გიორგი, გამარჯობა, გავიგეთ რომ იმედი არის დასანქცირებული და აი ხელფასებთან დაკავშირებით როგორ მოგაწოდოთ თანხა? აი ჩემოდნით თუ წელოფნით როგორ გირჩევნიათ? თამაზას გამოატანეს გიორგი. თამაზა იყუდება სიცილით წყარიოთა. ანუ თამაზას თქვენ ერთ უბანში ცხოვრობთ რომ გამოატანოთ თამაზა. ისე ძალიან მაბულინგებს. დამოჭვე რაღაცების მიტანმოტო. მეორედ აღარ მიუტან უთხრა. ერთხელ ხო მიუტანე 300,000 ლარი, აღარ მიუტანა მის მერე დამანებოს და. არა, მეორჯერ აღარ მიუტანა. ძილარი რატო დოლარში უნდა ყოფილიყო? დოლარში როგორ ფუნტი? ჯაჯანიდეს ფუნტი არ ეჭირა ხელში. დაჯანიდეს ფუნტები უყარდა და ის მიუტანეს. აი ეთყობა რომ ადრე ბრიტანეთში მუშაობდა. თან არც მენდობა იმდენს სითული და კარებში რომ მივაწოდე ფული სანამ არ დავითვლი არ წაყვალო. კარგით, ანუ მოგაწოდოთ, ესე იგი თამაზე მოგაწოდოს ჩემოდნით თუ ისე პარკით, ცელოფნით. არა, რა პარკით ახლა გიორგი, რა პარკი. აბა როგორ გადმოგწევთ? ბარათები უკვე დაბლოკილია. მუცელზე ხوار შემოვიხვიოს კოჩით. მუცელზე ხوار შემოვიხვიოს კოჩით. დაი, რომ შემოვალე გამოვკრავ და ფული აიყრება ესე რა. კარგი, მაშინ მუცლით მოგაწოდით ფულს. მაგრამ ერთი რამე შეიძლება გითხრათ რომ არ ენერვიულოს არავინ, ყველაფერი რიგზია, ხელფასები ჩვეულებრივად იქნება. ეგ იქნება რა თქმა პოსტივისაც ეგრე აქვს ხელფასები, ხელზე იღებენ ეგენიც, რამდენი ხანია. ხო,
ამიტომ არ ვიცი როგორ იღებს პოსტები ნამდვილად, მე არ მომიშავე პოსტებიში, მაგრამ ყველაფერი არის კარგად. ძალიან გვიხარია, ესე იგი მშვიდად ვართ, იმიტომ რომ ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ აქედან ორივე არხს დასანქცირებულს. მადლობა, გიორგი, ნახვამდის. კარგი. ბოლოში მაინც სიმწიცა. ჩვენ მაინც აი სოლიდარობას გიცხადეთ დასანქცირებულს. დაურეკოთ ჯიმი აბესაძეს. აი მე როგორ მიყვარს. ჯიმი აბესაძე არის კომედი მიმართულებით რაღაც, ხო? და ჯიმი აბესაძემ არაერთი სკეჩი დადგა დიდ ბრიტანეთზე, რომ მისთვის არაფერი არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს იმედს. ეხ ხო იცი ბაღდათელია. შეიძლება ბაღდათში უცხო. ჯიმი გვინდოდა? კი ბატონო. ჯიმი, გამარჯობათ, იცით, აი თქვენი ამბავი გავიგეთ ჩვენ და დასანქცირებასთან დაკავშირებით და მაგას დავალებით გვაინტერესებს, აი ეს თანხა ხელფასი შემდეგთვის როგორ მოგაწოდოთ? ცელოფანში მოგაწოდოთ თუ ჩემოდნით? როგორ გირჩევნია? მე გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. ვაიმე, ის რა ქვია, იმას ისა გაიგაცია. რომელი? ერთი ნაზღაიძე და მეორე ის თამაზა. მაგას ვენაცო. თამაზა. ხო და როგორ მოგაწოდოთ თანხა? გამოგზავნე ბიჭო, მე არ გინდა ბაღდათის ცენტრში ვდგებარ და იქ ციკოს ეცლება, ასანდროს და რომელივეს გავგზავნე. ბაღდათის ცენტრში ვდგავართ, იქიდან ხო ხარ და იქ ვდგავართ ახლა ცენტრში მოედანზე და მოდი ბარე მოგცემთ. ხო არ მინდა, არა, მარშრუტკაში შეხედე ორი გამოდის, რაკეტა თბილისიდან მანდრუარი წალა და ამის გამოადა თარტმეორს. მოგიტყვა ბიჭო, ორთავეს მიყვარხარ. კარგი, მეთქი ხუთ ვიღაცა გახსნის, ჩამახუტებს ერთი. და გამოტანაზე მაქსაზის გარვა. რატომ მე მეგონაო ჩამახუტებდაო ვინმე ერთი 500 ლარს რაღაცა. 500 ლარი ხა მოწოდებაში არ არის თანხი? ძირია ბიჭო, მაგხელა პროცენტი არც ერთ ბანკს არ აქვს. ვაიმე, იმ ხელფასები ხო აღარ გაქვთ მაგ. ეხლა ნახე შენ პროცენტი იმედის ბანკი რო გეკნებათ. იმედის ბანკი რო გეკნებათ, მე ნახე შენ პროცენტები. Hello my darling, what's wrong with that? ხო და მე ნახე შენ იმედის ბანკი რო გაიხსნება, მე ნახე იქ პროცენტები, რაღა პენსიონერების ლიბერტი და რაღა იმედის ბანკი. რატო გვახსოვხარ შენ? რატო არ დაგვახსოვდე? თურმე ტოპ-აპში შედიხარ ხელფასების კუთხით და ამონაწერო. თურმე ტოპ 10-ში შედიხარ ხელფასების ამონაწერითო. ნოე და იქვე შენ ხარ. ნოე და იქვე შენ ხარ. ნოე სულაბეზდეზია, მოგავა თუ კიდობანი ვიყავდა იმაზე. ნოე უკვე კიდობას ხსნის, თქვენი ნოე ალბათ გადარჩენილები უნდა აიყვანოს იქ, ამოარჩევს ალბათ. შენ 10-ში ხარ სადღაც მე-7 მე-8-ზე. მე მეგონა რომ გაბუნიოს უფრო მაღალი ხელფასი ექნებოდა, მაგრამ ჯიმი არის და მე ბოლოს გაბუნია. მარტ ხო. ხო დაინახე ჯერ ყოფილხარ შენ და მე გაბუნიას ქონია შენზე დაბალი ხელფასი, მეტი რაღა გინდა. რა თქმა უნდა, ეგ არის თქვენი აზრით და დედაჩემის აზრით, ეგ დედაჩემს უნდა ეგრე რო იყოს. ეგრე გავარკვიეთ სიები ჩვენ შევამოწმეთ ყველაფერი. კაი, ჯიმი, ძალიან დიდი მადლობა, როგორ გიპასუხებ. მაინც რამდენს უხდია თუ საიდუმლო არ არის ფუნტებში. ჯიმი, ფუნტებში რამდენი გაქვს ხელფასი? ფუნტებში რამდენი გაქვს ხელფასი? ფუნტებში. მაგლა არ ვიცი, ხა კურსი რამდენია. აი, ლარში გითხარი და გადავიყვან ჩვენ. არა ბიჭო, არა. 3.50-ია ნუ მიახლოებით. გერიდება, რაღა მაია ბარათაშვილი და რაღა შენ ისე გათრევენ, მეტი კი არაფერი. მაია ბარათაშვილი მე ადმივარ, ხა ჯაზი და მე ვარ ფანოყი და მაია ჯაზი და მე როგორ მივარ. დღეს ფანოღი უფრო ფასობს. კაი, მადლობა. კარგად, წარმატებები, აბა, კარგად. ბიჭებო, მიყვარხარ. გაიხარე. აბა, კარგად. ურეკავ თამარ ცაგარეიშვილს, ეს არის ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ იმეჯში ძალიან ისეთი გამოსვლები ჰქონდა, რომ ეამაყება არ მარხზე მუშაობა, თუმცა გარეთ გასვლა ეშინია. ხო, და თან ეშინია გარეთ გასვლა. მე ყოველ შემთხვევაში ვემსახურები იმედს, იმიტომ რომ ჯერა, რომ ამ ტრიბუნიდან ისმის მხოლოდ სიმართლე. ქუჩაში გამოსვლა მეშინია. თამარი მე მგონი ნამდვილად გააფრთხილესო, ტელეფონს არ უპასუხობს. კოდი მითხრას და ავალ გარეთ გასulis სოეშინე პოლი და მივცე. ეგენი ხო ყველა მაგრამ თამარი თან პენსიონერია და შეუძლია რომ მაგალითად იქ ლიბერტიში პირდაპირ უკვე 10%-ია და იქვე დაურიცხონ. რაღა იმედის ბანკში დაურიცხონ. კაი, თამარი არ იღებს და მოდი დაურეკოთ ახლა ბაბი კირკიტაძეს. ვაიმე, ბაბი. ვაიმე. დაელაპარაკები ისე რომ ხმა შეიცვალო? მაგრამ მიცნობს ეგრევე. უთხარი მაკა მოგცა თქვენი ნომერი. მაკავინ არის. მაკა ლომიძე დირექტორი. ერთი დარჩენილი.
მე მგონი ბაბიც გაფრთხილებულია. კიდე გადაცემაში მწერ. აი მე ჩემი ტელეფონი დავრეკავდი დამავიწყდა. მოკლა. აი მე ჩემი ტელეფონი და რატო ბაბი, ფული მოვიტანე, ჩემოდი და სად დავდო მითხარი დავიღალე. ვარიგებ ესე. გოჩა ჩერტყოებს დაურეკოთ. გოჩამ როგორც კი დაიძაბა ეგევე გაფრიდა. დაურეკოთ გოჩა ჩერტყოებს, რომ უნდა დაურიცხოთ თანხა. ალო? ალო? გოჩა მინდოდა იმედიდან გირეკავთ. Hello, who is this? Kismet. გოჩა გამარჯობა, მაკას დავალებით გირეკავთ. თანხა, რადგან ჩვენ დაგვასანქციეს, ვერ გაწვით, ესე ვერ გირიცხავ და სად შეიძლება რომ მოგაწოდოთ ჩემოდნით ან ცელოფნით. არა, პერიცა. ის თანხა, რა თანხა? ცეკვავენ ვარსკვლავების თქვენი გამომუშავებული თანხა, რა, ვერ გირიცხავთ. ყველაფერი თანხა გადარიცხულია კონტრაქტის გარეშე, არაფერი და არაფერს ლაპარაკებით რა. ის ხო არა გამოყვაპული. ანუ ლევად დაირიცხა თანხა უკვე ხელშეკრულების გარეშე? მომისმინე რომელი ხარ შეავანტყოფო რა დაერიცხა. მაკას დავალებით. მაგას მოწყდი ახლა აქედან და ნუ ხარ ფიქაც ავატყოფი ხარ. Fuck you. ვაიმე გოჩა რა სიტყვებია? Fuck you bitch. Bitches ყისა? სანაპირო? სანაპიროზე გიხმარეო. შემჩნეული აქვს რაღაც. 10 გოჩაში და ერი მოვიდეს ვაფშე არ მეშინია. ვაფშე არ მეშინია. ნახე, აღარ იღებს. გოჩა მაკასთან ეკა. მაგრამ რა წამოწდა? ეს ფულიო ისე მომწესო. დავირიცხესო. კონტრაქტის გარეშეო. საგადასახოდო შევიდა. ნახე, არა და რო კითხო ისე fuck you bitch და რაღაცა. კუჭა-კუჭა-კუჭალარი. ფაი მე ვერ ვიაზრებ რა თქვა. ანუ უცბად წამოწდა რომ ეს ფულიო ხომ მომწესო. ვა დაურიცხეს. გოჩა ჩერტკოიც ეკვარი ვარსკვლავის ჰონორარი. ჩემოდანში ჩაულაგეს და უცებ მოხია. აი მე ძალიან ცუდად აქვს ამათ ეს. კაი, დაურეკეთ, პრინციპში გავარკვიეთ ახლა გოჩას ამბავიც. Fuck you bitch-საც გვითხრა რა. ხო. გოჩა fuck you. ზაიმნა ესე ორმაგად. კაი, აქვე მინდა ჩავსვა ვიდეო იმედის თანამშრომლები სანქციების შემდგომ როგორც ცდილობენ ხელფასების აღებას. ნახოთ ვიდეო. $30. Давай банку. Кете Гудиноშვილი რუსულად რო იძახის. $30. Come. აი მე რა წარმოვიდი როგორი ერთგული თანამშრომლები არიან და რაც სიტუაციაში არიან და მაინც აი იხტიბარს არით ახლა. რა ქნა სხვა გზა არ არის ხელშეკრულება რო გაფორმებული. რა მელარის გადამრიცხველი მაგართან და აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია სამშენებლო კომპანია პარკ ორთაჭალა რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედინა 8 წუთის სავალზე გორგასლის 105 ნომერში სივრცე სადაც შეგიძლიათ იყოთ სიმშვიდეში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია გიორგი პარიზი. მოგზაურობა პარიზში გიორგისთან ერთად თან გვაქვს ძალიან მაგარი გათამაშება, ასე რომ ჩაერთეთ, დაწერეთ კომენტარი, მიუთითეთ თქვენი მეგობარი და ჩვენ გამოვალით გამარჯვებულს და გაიმგზავრებით პარიზში დასასვენებლად და სარკასტიკის მე მგონი ფანტასტიკურია. არ ვიცი. კაი, ეხლა რადგან ეს ზარები მაინც გამოვიდა, სოლიდარობაც გამოვიდა, პოცისაც კარგად აფუილებ, როგორ მოგწონს. აქვე მინდა რომ ვიცინოთ ბევრი თბილისში იხსნება გეი კლუბი და სადაც გვინდა რომ დავპატიჟოთ გახსნაზე გივი სიხარულიძე. ვაიმე, გაგიჟდება. და ანუ იხსნება გეი კლუბი და გეი კლუბის ლენტის გაჭრაზე გვინდა რომ გივი სიხარულიძე გაჭრას ლენტი. დავრეკოთ გივი სიხარულიძეს. ხო? ვაიმე, გივი გაგიჟდება. გივი მინდოდა? ბატონო გივი, იცით, გახსნაზე გვინდა დაგპატიჟოთ, ესეთ გეი კლუბი იხსნება და გვინდა რომ აი ლენტი გაჭრათ. თუ გეც დაულა გავჭა პირველი პიდარასტი ვარ. პირველი თქვენ გაჭრით ლენტს თუ არ გაჭრით, ვერ გავიგე. მე გავჭი პირველი ვარ პიდარასტებში ახლა, მოვიგეთ. ანუ მაშინ აი ზეგ მისამართზე ლოკაციას ჩაგიგდებთ და ჰონორარი რამდენია თქვენი ლენტის გაჭრაში? ლენტის გაჭრაში არის უნდა მომატყევინოთ 15 პიდარასტი. შეძლებთ ამას აქში.
შეძლებთ. ანუ ეს ჯანსაღად ხართ, ესე იგი. რამე წამლები დაგახვედროთ თუ არა? არა, წამალი არია პროჭი დაბანახეთ. კარგით, 15 პროჭი მზად იქნება. კარგით, მადლობა, კარგად. ბარძული და ჯონი. კივი და 15 პროჭი. ლენტის გაჭრა და უცბად გაჭრა და იროდ განა 15. ეგრე შევიდა დიგ 15. პირადად ჩემ თავზე ვიღებ გამზადებას. მე ჩამაპარე. აი შენში და რაღაცა პროჭების ორგანიზება შენშია, მე ვიღებ და შენ აი სასმელი რამე ის აი ეგ მე იმიტომ რომ მინდა კარგად დავახვეწ. ჭაბანილ ჭავარწყნილები. აი შევამოწმებს ანამ გივი შევა. არა ის ვერ მივხვდი აუნეტა ერთიანად უნდა შევუშვა თუ ცალ-ცალკე. მე მგონი ერთიანა დაერევა ყველას. ერთია. ვერ მოგიტყედით. კაი, ეხა ხუმრობა იყოს, ეხა ვიცინეთ ბევრი, სოლიდარობაც გამოვიჩინეთ, პოეზიაც მოვისმინეთ, შემეცნებითიც გახდა გადაცემა, თუმცა არის სერიოზული ამბავი. ჩვენი სტუმარი იყო ციცინო შურღაი ადრე და ბესო კალანდაძეზე რაღაცები ისაუბრა და ეხლა შემხდა ნიუსები, რომელსაც ნახავთ, ბესო კალანდაძემ ისაუბრა ციცინო შურღაიაზე, რომ ჩემთვისო ციცო არისო შავი ისაო ლაქაო ცხოვრება, შავი ხრელი თუ შავი ლაქა. ხოცოლი იყო კაცო. ცოლი იყო არაერთი წელი. ხო და ეხლა მოდი დავურეკოთ ციცოს. გავარკვიოთ რა შავ იმაზეა ლაქაზე და ხრელზე და ასე შემდეგ საუბარი. როგორ შეიძლება ჯერ შენ და შემდგომ სამართლიანობის ნახევარზე ადამიანმა თქვას რომ არის შავი ლაქა. სამართლიანობის კუთხითაც აუცილებლად მე უნდა დავურეკოთ ბესო კალანდაძესაც. ვრეკავ ციცინო შურღაიასთან, რომელსაც ყოფილმა მისმა მეუღლემ ბესო კალანდაძემ უწოდა შავი ლაქა მის ცხოვრებაში. ციცო, გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ, გიორგი ნაზღაიძე და თამაზა. რამოდენმე კითხვა გვაქვს თუ გცალია? კი, გცალია. ციცო, ბესო კალანდაძის ნიუსი ვნახე ჩვენ სტატია, სადაც შენთან თანაცხოვრება მოიხსენია შავ ლაქად ცხოვრებაში და სანამ ბესოს დაურეკავთ, გვაინტერესებს შენი შეფასება, რა შავ ლაქაზეა საუბარი. მაგ თქვენ გონიათ რომ მე ვიძახი შავ ლაქას, ჩემზეა შავი ლაქაო? თუ როგორ? კი, თქვენზეა საუბარი, კი. არა მგონია, იცი. ჩემზე რომ იყოს საუბარი, მაგრამ მეც ნახე ეს ნიუსი. ჩემზე თქვა. არა, ციცო, ჩვენზე ხო არ იტყოდა. არა, შავ ლაქას ალბათ ეძახის, მე ვფიქრობ იმასაც ჩაიდინა თვითონ ეს შავი ლაქა რო დატოვა თავის ცხოვრებაში. რა ჩადენაზეა საუბარი? ну რაც ჩაიდინა რაც გააკეთა ხო იცის ყველა რაც გააკეთა რა აი ვინც არ იცის რა გააკეთა მე არ ვიცი აი თამაზამ არ იცის მაგალითად აი ჩემი ნივთები ადგა და მისცოლს აჩუქა მაგრამ იმ სტატიაში აჩუქა მოიპარა ნუ ხო აი მისცოლს აჩუქა საიდან ვიცი დედა ბრილიანტები და ოქროულობა ამ ხარს თუ ვიღაცა ძარცავს ია ციცო ისე ყველაში როგორ გძარცვას იქ ია იყო ბესო იყო მარა იამ კი არ გამწევს რომ შემაწერა რა შემაწერა ნეტე ხა რამე თუ აქვს ძვირფასი ჩაგვამბაროს რომ რამე თუ გაქვს ძვირფასი შეგიძლია ხა ჩაგვაბარო და მივხედავთ მე და თამაზ და შეგინახავთ თუ რამეა მოიცადე ხა იმას ხო შემეკითხე რა კი სტატია შენ ყველაფერი წყვილი როგორც ყველაფერი წყვილი იყო ყველა სტატიაში და ხარა ჯერ 70 წლის ხდებაო 70 წლის უკვე გახდა ასაკიდან დაწყებული ხო მე რა ჩემი ცოლი ერთავის ცოლი არ არის ხელი არ აქვს მოწერილი ეგეც წყვილია ხო და რაც მე თავი გახსოვს უდასწინოდა მაგათო ტოფასე დასდა და რაც გახსოვდა თავხედიაო და შემდიო ფეხებითო და ხელმოტეხები გიფსით დადიოდაო და რაღაცაა მერე როწერს 40 წელია 35 წელი ერთად ცხოვრობ ეს როგორ გონია ხა მე ცოლი ვიყავ 5 წელი ერთად ცხოვრობდი და მანამდე 3 წელი კიდე ერთად არ ცხოვრობდნენ ეგენი ასე დაწერა განცხადებაში განქორწინების რომ მე და ჩემი მეუღლე არ ცხოვრობდო ერთად ხო მაგრამ შავი ლაქაზე რო არის საუბარი რა შავი ლაქა თვითონ ჩაიდინა ეს დანაშაული და ის არის მაგის შავი ლაქა ეს მაინტერესებს რომელ ეტაპზე ვიყავი და შავი ანუ თქვენ ქორწინებაში იყავით თუ არ იყავით ოფიციალურად კარგი რა ხუმრობ აბა რა ვიყავი რამდენი წელი იყავით ქორწინებაში ოფიციალურად 3-9 ან 6 წელი ქორწინებაში და მართალია ის ამბავი რომ ბესო კალანდაძე როდესაც თავის მეუღლესთან იყო ურთიერთობაში ამავდროულად თქვენთანაც ჰქონდა ურთიერთობა
ჩემთან ურთიერთობა რას ნიშნავს? ჩემი ქმარი იყო, გაშორდა იმას და ჩემი ქმარი ურთიერთობა მექნებოდა ქმართან, აბა რა იქნება? ხო და აი თქვენთან პარალელურად ქონდა თავის მეუღლესთანაც ყოფილ. ირკვევა ისე წერს ამ სტატიებს, რომ ახლა ირკვევა რომ იმათანაც ყოფილა და ჩემთანაც ყოფილა, ანუ შვედსკაისინი ამქონია, რა ვიცი მე. ანუ თქვენი ბრილიანტებიც აქეთ იქი დაგრიალებდა. ერთი სახლიდან მეორეში. მე შენ მიყვარხარ ჯერ ამას მე ამისი იყო. შენ როგორ ფიქრობ, მე როდის ვიყავი შავი ლაქა, მაშინ როცა ცოლს გაშორდა და მე შემირთო ცოლად, მაშინ როცა ციხეში ჩასდა და მე უვლიდი და შეიძლება ციხეზე ხო არ აქვს საუბარი ციხეზე, რო ციხეში რომ მოხდა. ციხეზე აქვს საუბარი, მე ციხეში საცოდავი შემეცოდა და დედამისმა რომ იცხრა რომ აშანტაჟებს ისკალი შვილებს დაგიხოცაო და ყოველდღე საჭმელი მიმქონდა და აბლები მიმქონდა დასაცმელი მიმქონდა და მე რო დაბრუნდა ისევ ჩემთან დაბრუნდა ციხიდან და მე ვითომ რომ სახში დაბრუნდა შვიდს ვაში ისევ შევხვდით ერთმანეთს და ისევ მიყვარხარო და შავი ლაქა როდის ვიყავ ერთი რომელი ეტაპზე გავხდი შავი. ой, ეხა ჩვენ დაურეკავთ ბესო სამართლიანი რო იყო შენთან საუბარი და ბესოსაც იგივე კითხვას დაუსვეთ, მაგრამ სანამ შენ დაგემშვიდობები, ციცო, მაინტერესებს. რომოპარა ბრილიანტები რაღაცო შეუშვა სახლში. ხო, ისე ბრილიანტები რომ მოკპარა წაიღო შენი სახლიდან სხვა ცოლისთვის, შენ რატოღა შეიცოდე და რატოღა აჭმევდი საჭმელ ციხეზე? არ ციხეში მივაკითხავდი. ეს იმიტომ გააკეთაო რომ თავიდან მოიშოროს სკალიო და შენ არ თქვა მეთქი და იყოს მე ეგეთ შეიცდე მივდივარ მეთქი რა, იყოს წაიღოს მეთქი. დიდი აბრაღი ხარ ბრილიანტები და ქვა და რკინა, ხო და ადამიანი. მე გავარკვიე პრინციპში ყველაფერი, ეხა ბესოს დაურეკავ, თუმცა სანამ ბესოს არ გიპასუხე და რა რომ დაბრუნდა სახლში თვითონ 7 წელში 8-ში ისევ შემხვდა მე და ამაზე გეტყვის არაო და ისევ მიყვარხარ. რომელ წელს შეგხვდა? 2008-ში 7-ში ხო დაბრუნდა სახლში. ხო. და ისევ დაცინოდა იმ წელს ეხა ცხნეთშია ომი იყო, ირგვლივ ბომბები ხდებოდა და ჩვენ ერთად ვიყავით და ისევ იმ წელს დაცინოდა და როგორ უყვარს და როგორ შეძლო. პატივს მე ვერ გავიგე. რაღაცა ქონა გამოსატანი მზავრიდან. ციცო, რაღაცა ქონდა ალბათ შენი სახლიდან კიდე გამოსატანი დარჩენილი. კაი, ციცო, სანამ დაგემშვიდობები, ბოლო კითხვა მაქვს შენთან. ია ფარულავასთან დაკავშირებით, ია ფარულავამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში და არაერთში პრინციპში, რომ შენგან 100 კვადრატული არ მიუღია და მიიღო 85 თავისი ტიხრებით? ტიხრების გარშე. ოფიციალურად 96 წერია და 3 კვადრატული მომატებული არის 99 და რაღაც. ესე იგი ვერაზეს დაბაკეშიც უმატებენ. ანუ ისა იტყუება ია. გამოგიგზავნო ის ქაღალდი 96. კი, გამოგვიგზავნე და გადაცემაში ამოვანათებ. გამოგვიგზავნე. კაი, გამოგიგზავნე. კარგი. ციცო, მადლობა. დაგემშვიდობებით, ნახვამდის, კარგად. სამართლიანი რო იყოს, მოდი დაურეკოთ ბესო კალანდაძეს, იმიტომ რომ ციცომ ისაუბრა, მაგრამ ბესოსგანაც გავარკვიოთ მეორე მხარის შეფასება ამ ყველაფერზე. ძალიან საინტერესო. რა არის ის შავი ლაქა? შავი ლაქა. ბესო კალანდაძეს ურეკავთ, ციცინო შურღაია მისაუბრა მასზე, მის ინტერვიუზე შავ ლაქაზე. ალო. ბესო გმინდოდა? მე ვარ. ბესო, გამარჯობა, ჩვენ გადაცემა სარკასტიკიდან ვრეკავთ, წამყვანები გიორგი და თამაზა, თქვენი ინტერვიუ მოვისმინეთ, ციცო შურღაია მისაუბრა თქვენზე რა და გვაინტერესებს თქვენ თუ 2 წუთი გაქვთ თუ რამოდენიმე კითხვა დაგისვათ. ციცო შურღაია ვინ არის? ციცო შურღაია თქვენი ყოფილი მეუღლე. ხო, ზაილაპარაკა მე. თქვენ გქონდათ სტატია, სადაც ისაუბრეთ, შავი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, არ მინდა ამის გახსენებაო და ციცომ თქვა, რომ ჩემზე არისო, საუბარიო და არ ვიცი მის ჯობი გამოკითხეთ და ჯობი მისგან აიღოთ ინტერვიუ. მისგან ავიღეთ ინტერვიუ და ციცომ ისაუბრა, მოყვა თავის ისტორია, რომ რამდენი წელი იყავით ქორწინებაში და იძახის, რომ ჩემთან ქორწინების პერიოდში თავის მეუღლესთან დადიოდაო. ყველაფერი ქონიათ დაბა ჩემგან რა აგინდა სულ ყველაფერი ჩამოყვა. არა, თქვენ რას გულისხმობდით იმ შავ პერიოდს? აი გვაინტერესებს. ის რას გულის, მე რას გულის, რა მაგის საქმეა რას გულისხმობდი ან ვინმესი როგორც უნდა ესე აღიქვას. ისე თქვენთვის რა არის ის შავი პერიოდი? ციცოსთან ურთიერთობა არის თუ აი პატიმრობის პერიოდი თუ აი რას გულისხმობთ თქვენ? მოდით ამ იმაზე რაც უნდა ის იგულისხმოს, რაც უნდა ის გააკეთოს. არა ინტერესებს. ორი აღია თუ გინდა უთხრას, აი ესე დაწერე თუ გინდა თაკეთი თავში და მე როგორ რას გულისხმობდი, ეგ ჩემი საქმეა, ეგ ჩემი. ორი აგური ირტყასო. ორი აგური ირტყას, ანუ ციცომ თავში. ხო, თუ
ეჭვები აწუხებს, რომ იქნებ რაღაცა გამოფანტოს იქიდან. ფარი პლასტიკური ქირურგია და და ისე აი ციცოსო თავი დავანებოთ, აი რა შავ პერიოდზე საუბრობდით, ჩვენ გვაინტერესებს უბრალოდ. შეგიძლიათ რომ გითხრათ? არა. მოდით რამ იაფასიან ინტერვიუებს მე არ აუყვები ეხლა ეს ვიღაცა გიჟი რაღაცა სიტყვის ეხლა იქ ეს ცისო იქნება თუ პეტრე თუ პავლე მე არ ვიცი ეხლა ვინ რა თქვა არც მაინტერესებს არც მაინტერესებს და ხო აი ეს უყოლაფერი რაცაც გეუბნებით ხო იწერთ არა ეხლა კი მაგიტომ აი ზუსტად ესე ვირა სიტყვე ციცოა პეტრე მე არ ვიცი ვინ რა თქვა მე არ ვიცი იქნება არც არაფერი უთქვამს ხო არა რაც არა ჩვენ სრულად თქვენ საუბრობთ და მის საუბრას თავისთავად სრულად ეხა არც ამოჭრილი არ იქნება არაფერი არ იქნება და აქედან გამომდინარე მე არ მაინტერესებს ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს ეს დავიწყებული თემა ღმერთმა კარგად დაყოფოს ყველა თავის გზაზე ვისაც რა უნდა ის იფიქროს ვისაც რა უნდა ეს ეჭვები ქონდეს ეს ისენ ანობ ციცოსთან ურთიერთობას იმ წლებს მოდით რა ამ იაფასია კიდე გემეორებთ რა იაფასია რაღაც ტრიუკებს გამონებოთ თავი რა მე არა ვარ იმ კატეგორიის კაცი რომ ამ იაფასია რაღაცებს წამოვეგო ეხლა და დავიწყო ეხლა ან იმის გინება ან იმის ეხლა ეს აქ მართლება არ გინდათ რა ეხლა ხო ხვდებით არა ნუ არ არის არა ჩვენ უბრალოდ კითხვას გისვავთ თქვენ თუ გინდათ გაასცენოთ პასუხი ჩემს დილობა მადლობს იმის საშუალებას რომ არ დაგიკიროთ აქვია ყურმილი და დავუთავოთ საუბარი ჯობი ეხლა კარგით ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის კარგად მოკლედ ბესო კალანდაძემ განაცხადა რომ თავში ორი ქვაც უხლიაო და კიდე რა თქვა არ ვიცი სულელიო თუ რაღაცა თქვა გიჟიაო გაგიჟდაო სულელი თუ რაღაც მო დაურეკო ციცოს დაურეკო ციცო გაგიჟდაო და ციცო გაგიჟდაო კაი მოდი დაურეკოთ ციცოს და გადავწეთ ბესო კალანდაძის სიტყვები იმიტომ რომ ჩვენ რა დავდა ის იმას დაურეკე ამან ისა თქვა ბარითმეც ხوار შევაყვეთროთ ჩვენ ხო და მე მინდოდა რომ რაღაცნაირად შეგვერიგებინ ეს ორი ადამიანი თუმცა ნუ არ იგდებიან და ახლა მე ვერაფერს ვერ ვიზავ აი დაურეკოთ ციცოს ახლა და ციცოს გადავწეთ რაც თქვა ბესო კალანდაძე გადაირება ციცო ორი გაგური თავში ჩაურტყიაო და გიჟი მე მგონი ბესო ურეკავს უკვე დაკავება ხო აი ციცოსთან გავიდა ხო არ გავიდეთ ციცოსთან ვაფშე ცოტა არ გახდეს ციცო გადაცემიდან გირეკავთ სარკასტიკიდან ვესაუბრეთ ბესოს და გადავწყვიტეთ რომ ისევ დაგვერეკა შენთვის ბესომ თქვა ესეთი რაღაცა რომ მე არ მაინტერესებს ეს თემა საერთოდო ვაფშე საერთოდ ვინ არისო ციცო შურღაიაო და ორი აგური აუღე და თავშიც უხლიაო მე რა თქვა გაგიჟდაო თუ რაღაცა ეგო გაგიჟდაო ვის გაგიჟდაო ხო თქვენზე ანუ ეგო გაგიჟიაო თუ გაგიჟდაო რაღაცა ესე თქვა ხო და მე არც მაინტერესებს არაფერი და შენთან თანაცხოვრებაზე როცა ვკითხეთ ამაზე თქვა ის იაფასიანი ჟურნალისტური ტრიუკები არ მინდაო და მოკლედ ორი აგური აუღია და ორივე თავშიც უხლია შემეშოსო დამანებას თავიო რა კაცი ხაბარა გააკეთეს როცა ასე დაშანტაჟებულია რა ხანაირად იტყვის და მოკლავე ვისგან არის დაშანტაჟებული მისი ცოლი თუ რა ვინც არის კაცი რა ცოლია თუ რა ცოლი რო არ არის ვიცი და დაშანტაჟება ადრე ბავშვებს მოგიკლაო უთხრა მე ამ ნივთებს მეთავიღე მილიციაში და ვაჩვენებო და ვიტყვია რომ შენ ხარ გულოვშებ რა და აშანტაჟებს ის კაცი როდესაც ციახება შილეს მოგიკლავანო ის შილები პრობლემა ადამიანი ხარ და უბრალოდ ბიოლოგიურ არსებობს თავისი აქ რეფლექსების დონე რა ეს მარტო ხომა ციცო შვილებს მოგიკლავს თუ ეუნება ის შვილები საერთო არ არის? კი მაგრამ მოგიკლავო შენ თუ არ დაბრუნდები უკან ჩემთან. ანუ თავისივე შვილებს მოკლავს? ხო არის ინტერნეტში ხო დევსეგ დედამისი რომ მეუნება რომ ნორმალური ქალიო შვილების მოკრებაო შვილსო? ეგ ინტერნეტში დედამისი ნასკვალია. ჩვენი თემას ვეხებით როგორ აქ დავასრულოთ? დავაჭერინებ შენთან რა? ხოიმე ჩვენც არ მოკლა შენი ჭირი. შენ გახარებას კარგი ციცო. ძალიან დიდი მადლობა რომ კომენტარი თუ ჩვენ გადმოგეცით ბესოს სიტყვები და აქედან გამომდინარე ორივე მხარის სხვანაირად ვერ იტყვის მოკლავე და დააჭერინებ ვერ იტყვის სხვანაირად იმიტომ რომ როდესაც შენ უბრალოდ ბიოლოგიური არსებობთან გაკეთებ და მარტო ბიოლოგიური არსებობა რაღაცა ცხოვრება სანამ შენ საუბრებ მე სადმას მივეცე აქეთ რა ამას და სიტუაციასაც იჩენს ახალგაზრდა ჩემზე არ უნდა ელაპარაკოს იმიტომ რომ გემრიელია სანდომი
თუმცა დრამა ვიძებები და მშიბდება. თან იქაურ მიჰაუსის ფონზე. მესმის ციცო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ციცო რომ ჩაგვერთე, დაგემშვიდობებით, ნახვამდის. ესე იგი სანდომს მივირთმევ, ფიქრობ რომ ბედნიერი ვარ. აგერ მიჰაუსი. ჩემი ცხოვრება ვერ დამილაგები ახლა, ამათ ერთს ვერაზი აქვს სახლი, მეორეც მეც მადარდებს ახლა ისა. მოკეთ ვერ გავარკვიეთ ვერაფერი, ერთადერთი გავარკვიეთ რომ ბესო მткоრ ციცოს ორი აგური თავში უხლიაო. ციცო იძახის რომ კვლელობით ემუქრებიან და. თვითონ ისა რაღაც კუთხით ციცოს მხარესაც ვიღრები, მოპარა ყველაფერი ამ კაცმა და ის ოქროლობა და რაღაც ბრილიანტები და რაღაცები გამოვიდა სახლიდან. მოპარა ნამდვილად, ეგ ვიცის? აბა ციხე შეადო ჩასვლა. რა ვიცი. მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს მოპარა თუ არა. ურეკავთ ნანუკა გულუას, რომელმაც გააკეთა პოსტი იმედის ხარდასაჭერი და უნდა უთხრათ რომ ფულს როგორ მიიღებს. ბატონო. ნანუკა გამარჯობა, როგორ ახართ? კარგად ვიმცანდებით. იმედიდან გამომატანეს ფული ჩემოდნი და სად დაგიტოვოთ? მე უკვე წამოვიღე ჩემი ჩემოდანი. წამოიღეთ? ცდომა, კი, არა, ბონუსია, კიდე პოსტი რო დაწერეთ, მაგისია კიდე ბონუსად. ეგეც წამოვიღე. წამოიღეთ? კი, ნეტავისი გამოგატანეს. არ ვიცი. კარგი, თუ ვერ იპოვით ადრესაც, მაშინ თუ ხერხული არ არის, ავიღებ ისევ, ხო? მოგცემთ კი, სად მოვიტანო? იცი თქვენ ჩემზე მეგობრობა კორპუსი, ტერასა, ყველაფერი. არ გინდათ ეს გადნიერება, სუზეპირენი. მე არა და ახალი ნომერი გვაქვს, ვერ გავიგე, რა ხდება? ალოზე ვიცან, იმიტომ რომ ამ შუაღამე კაცი აღარავინ აღარ მირეკავს, უკვე 4 წელია და ხო თქვენ. ანუ ჩემ შემთხვევაში ასე იწვევით რა. სამ გოგოს ლაპარაკში ვერ ჩაჭრი რა, იმედმა გამოზარდა. ვერა, ენა, მარტო ენა დამრჩა, მეტი არაფერი. კოცრი ნანუკა, პაკა-პაკა. პაკა-პაკა. მიხარხართ კოცრი. ჩვენც. მოდი, კიდე ერთი ადამიანი, რომელმაც ფუნტები აგვიფრიალა სახესთან. ვინ არის? იყო გია ჯაჯანიძე, რომელმაც აი ესე დაგვიფრიალა და მე გაირკვა რომ თურმე ვირი გაყიდა და იქიდან აუღია ეს ფუნტები, იმიტომ 20-იანები იყო, ანუ ერთიანობაში დიდი არაფერი თანხა არ იყო. თუ არ ეძინება ამას. და სანქცირეს? ჰა? ამერიკაში როგორ ჩაატარებს თბილისობას? საზღვარზე თუ არ გადაუშვეს. ურეკავთ გია ჯაჯანიძეს, იმედი დასანქცირებულია და ჩვენ დაელოდოთ. ნომერი დაკავებულია. Please wait. The number is busy. ალო. გია მინდოდა? ისმენ? გია, გამარჯობათ. ჩვენ აი ხელფასის თაობაზე მაკამ მოგცა თქვენი ნომერი, რომ მოგაწოდოთ თანხა. ცელოფნით გირჩევნიათ თუ ჩემოდნით? თუ ქვის ქვეშ დავდოთ. მე მირჩევნია კალათით. თუ ქვები დავალაგო ზემოდან. აი რა საყვარელი ხარ. აი ისები თქვენზე. გია, მართალია ეს ფუნტები რო გეჭირა, ვირი გაყიდე და სახლი. აი ზოგჯერ ხუმრობაც ხდება. შეხედეთ, ხო დავწერე რომ ფუნტი ვარ ფუნტი და იმედმა შემისრულა ოცნება და აი ფუნტებში ავიღე ხელფასი. იუმორი, ჩემო კარგებო, იუმორი, ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ. ვაიმე. ქაღალდები მეჭირა, ღმერთო. აბა ვინ ხარ დაიჭირა? იუმორი. გია, ფული ქაღალდის არის ესედაც. ფული ქაღალდის არის. ვის იყო დაბეჭდილი სათამაშო ქაღალდები. ყველა ეგრე იცახეს. იუმორიც კი ბნელად მეკცა ღმერთო. ამოგადინეს ხვირპიში, ხო ხედავ? და რამლანძღეს. და ეხა ისე ამ ახალ იმედის ბანკი რო იხსნება, იწყებ ამ ბანკში მუშაობას თუ არა? დამლაგებლად. ანუ მეტი სტატუსი ვერ მოგანიჭეს. არა, მე ღამე დავალაგებ, დღე წამყვანი ვიქნები. აი, აგიწყია ცხოვრება. და რამდენ პროცენტში იქნება ეხა მათ? მე რა ვიცი, კარგი რა. პენსია. პენსია უკვე გადაიტანა. პენსია უკვე მან გადაიტანე? მოვისმინე რა გითხრა. ხომთელი ცხოვრება მაძახებდი რომ ბებერი ვიყავი. ხო გაჭაღარავდი ჩემზე ადრე. ქვემოთ ისე ბიბინებს შავად, გია უნდა ნახო ახალგაზრდა. შერეცი რომ გიასთან არა ბიბინებს, ეს გათახსირებულო შენა. გია. ესე იგი, ანუ ეს ფუნტები იყო ისა ყალბი. და კი არ იყო ბიჭო, ქაღალდზე სათამაშო იყიდება ეგ ფუნტები.
იყიდება. რასაც წევლინე აბა ამ ხალხს თავი. არა უშავს, იწყებლო ნახე დახარჯეს უარყოფითი ემოცია. ხო. არა უშა. მე მართლა მეგონა რომ ვიხუმრე. თურმე თუ შეკვეთილი ხუმრობა ხო არ იყო? შეკვეთილი ხუმრობა ხო არ იყო არხის დავალებით? არა, ჩემო კარგო. აქამდე არ შეუკვეთია და ეხლა შემიკვეთავდნენ. მაშინ ისა ვირს უთხარი დაიძახოს და დავიჯეროთ ვირი არ გაკეთებს. ტრენდად იქცა მერე ტრენდად. ვიღაცა იმეჯი აშავებს ამ პერიოდს იყენები რომ ჯაჯანიძე იმედიდან აი ვიღაცა იმეჯი გაშავებს ჯაჯანიძე გაიგე? არა უშავს. მოუხარშავ რამეს. ბევრს გაუხარდა იცი? მართლა იმეჯი? აბა რა მარტო მე რომ ლანძღავდნენ ეხლა ესეც გალანძღესო. აი შენ ისეთი ხარ ციფრაზე თავს დაერჩენ ეხლა YouTube-ში შემოგრიალდები გული მიგძნობს. ხო მოხვალთ ჩემ. აუცილებლად თუ არაფერს არ გამიკეთებს ამაჯურებს. გია კოც და გადამოყოფილი უნდა გარბედინო. გია რა კაი ცხოვრება ხე წამოწოლია როკისკისებს აი ვატყობ რომ აი სუკრაუტიერად დახტახებს. გია კოცი ჩვიდობიან ღამეს გისურვებს. დაიხარე ჩემო პაკა. აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია პარკორტა ჭალა რომელიც მდებარეობს თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე გორგასლის 105 ნომერში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია გიორგი პარის მოგზაურობა დაუვიწყარი დროსტარება გიორგისთან ერთად. და ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ი, თბილისში ყველაზე გემრიელი ტრაფიკების ობიექტი, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-აში. და ჩვენი გადაცემის სტუმარია ჰიპერაქტიული თამარ ჩორგოლეიშვილი. ვაი, მე ნახე როგორ თვალებით მოდისო, შენ გენაცვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტიკოსი თამარ ჩორგოლეიშვილი, თუმცა პოლიტიკოსის გარდა მგონია რომ ისეთი ჯენზი თაობის ისეთი ლიდერი ხარ უკვე. მართლა მე ვარ დედა და ბებია და ჯენზი თაობის ლიდერი თუ იქნები ბებიას ამპლუაში ეს მხოლოდ მახარებს. არ მაქვს ჯენზი თაობაში ისეთი პოპულარული ხარ და ისე მოსწონ ხარ აი რაღაც ბაბლებს თუ რაღაც იმედს ეხა დიდი ვარ ბაბლებს ლის ვიმახსოვრებ მაგ სიტყვებს და აი ძალიან მოსწონ ხარ და ყველა შენზე საუბრობს. ძალიან მიხარია თუ ეს ესეა. მგონია გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც მიხარია რომ ამას მეუბნებ. რა იქიდან გამომდინარე. მიხარია პოლიტიკოსის გვერდზე რომ ვზივარ, მე რაღაცა დავპაკა. ხო, პირველი პოლიტიკოსი ვარ, ხო? ვინც მოვიდა, ვინც პირველი ვარ ვისაც დაუძახეთ თუ პირველი ხარ ვისაც დაუძახეთ. და რატო დამიძახეთ? მანამდე ხარავინ არ მყავდა ნანახი პოლიტიკოსი. რატო ანანახი არ ყავდა პოლიტიკოსი? აი ესე ცოცხლად არ და რაღაცა ისე მიხარია რა. ბევრი არაფერი ძალიან მიხარია. ისე შეგვიძლია რომ ცოცხლებში დარჩენილი ერთ-ერთი პოლიტიკოსი გიქნა. ყველა ჩემნაირი მხიარული კი არ არის. არა, კარგი. პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის. და უნდა მტრეშოთ აქ, ხო? მაგ ესეთი გადაცემა. გაჩნია როგორ მოხვდი, გინდათ გითხრათ აქ. ხო დამირეკე. და სახელგვარი დავიმახსოვრე და სად მიძახდი, კარგად ვერ დავიმახსოვრე და მირეკეთ მეთქი. მე დავიწყე მოძიება რა. და ნუ რომ მოვიძიე, გავიგე რა გადაცემაც არის. აი ნეკა დოროყაშვილი რო იყო, ის გადაცემა არისო და სიმართლე გითხრათ, იქ ცოტა ანუ რაღაცნაირი ემპათიით განვეწყო იმ გოგოს მიმართ, იმიტომ რომ არ ვიცი, მოკლედ უცნაურ მდგომარეობაში იყო აქ. არ მინდა რომ რამე ვთქვა. ხო, ნუ ეს რო გავიგე რომ ეს რომ ნახე და იმაში ჩვენ ფედერალისტების დიდი ჩეთი გვაქვს და ძალიან ჰიპერაქტიული ხალხია. ანუ როგორი ჰიპერაქტიურიც მე ვარ, იქ რაღაც ნაწილი არის ჩემზე ჰიპერაქტიული და იქ გაჩნდა სხვადასხვა დაჯგუფებები რა, ესე ქვემოდან ზემოთ მოძრაობები შეიქმნა ქალთა მოძრაობა, გენდენზონდერები და შეიქმნა თრეშის მოყვარულთა ჯგუფი თრეშერალისტები. და თრეშერალისტებში ვიკითხე, რომ მევთხარი აი ნაზღაიძემ დამირეკა და აი ამ რაღაც სარკასტიკაში მიძახიან მეთქი და წადი. ბევრი არის რა მაგ ჯგუფში? ნუ ბევრი არიან, ერთი 60 კაცი არის და 60 კაცი ბევრია თრეშისთვის. ახლა იმაში თვითონ დიდ ჩატში პარტიულში სერიოზული ხალხისაც არის, იქ 600 კაცია, მაგრამ მე იქ განშტოებები. ეხლა შემოხედავ ყველა ვარიანტი. კარგი, ესე იგი პოლიტიკაში ხარ აქტიურად ჩართული. პოლიტიკოსი ვარ, დაბარაული. ხო, ეხლა ნუ ნახევარი პოლიტიკოსები განცოცხლადყურები არიან უკვე. აღარ იცოდნენ. უი, არა, მე ძალიან მიყვარს პოლიტიკა და ვთვლი რომ ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ეხლა პოლიტიკა აკეთო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ გამოწვევების დაძლევა ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, როგორ თქვა, დიდი პასუხისმგებლობაა და ზოგადად პოლიტიზებული ბავშვი ვიყავი, ძალიან პოლიტიზებული ბავშვი ვიყავი პატარაობიდან და წეროს გეძახდნენ ბავშვობაში. კი, ფეხს ვიკეცავდი და იმიტომ ეხლა ძლივს ვარ აქ. ანუ აი ესე ვჯდებოდი რა, ხე აკეცილი მქონდა.
საერთო სკოლის და ანუ საჯდომის ქვემოთ ქონდა ამოდებული ფეხი მქონდა ამოდებული ესე ვიჯექი და მაგიტომ იძახდნენ წერს წეროთ საქსელი დაგჭა თუ არ დამრჩა არა მარტო სკოლაში მქონდა წერო კაი შენ ესე ფეხია მოვიტო ფეხად გავშლი აუ მე საშინად ვზივარ და უკვე 50 წლის გავხდი 50 წლის და ნუ საოცრად ვზივარ რა აი რაღაცებს აი ჩემ პოსტებს თუ ნახავთ ნაწილი საერთოდ ესე მუხლებზე ვდგევარ და ესეა დაწერილი და როცა ხა 50 წლის ისე არ გეზარებს აქტიური ცხოვრება არა პირიქით მომწონს 50 წლის ასაკში მე მოგელით აი სადმე ბუნებაში რაღაცა ესე არა მოიცადე ამ ჟინი მაქვს იმის რომ მივახციოთ რა წეროდან გამომდინარე არის ფეხსაცმელების სხვადასხვა რო გაცვია ხოლმე ეს ჩვევა დაგჭა რომ ცალ ფეხსაცმელს ფეხზე აქცევ ჩვევა მაქვს რა რაღაცები არის რაც ერთნაირი მიყვარს ფეხსაცმელი არა მე მაქვს ხო ანუ აი ეს ფეხსაცმელი რაც ერთნაირი სხვადასხვა მეცვა მაქვს სხვადასხვა სიგრძის მაქვს კოჭთან მაქვს წვივთან და მაქვს მუხლთან ხო და სიჩქარეში ვერ იღებ იმ ფეხსაცმელს რომელიც გინდა თუ სადღაც და მომაწოდა დიასახლისმა და ეგრე მომაწოდა და ჩავიცვი პირდაპირ ისე რომ არ შევხედე ანუ ჩვევა არა გაქვს სხვადასხვა ფეხსაცმლის სიარული თუ სისტრაფეში არის შემთხვევები სისტრაფეში შეიძლება რომ ამერიოს ოღონდ ხა რაღაც ძალიან განსხვავებულები არ ამერევა მაგრამ ხა ეს ერთი და იგივე ფეხსაცმელია ფაქტობრივად უბრალოდ კოჭის სიგრძე ხო სიგრძეშია სხვადასხვა სიმაღლე სხვადასხვა და მომცა ამოვიცვი რა ეგრე მინდა რომ ფეხსაცმელი ამერიოს ძალიან სასაცილო იმდენი ფეხსაცმელი გაქვს რომ ერთმანეთში გერევა გიგას უდამცინის ამაზე ოღონდ ეს ყველაფერი დავაგროვე მე მაშინ როდესაც ეხა აღარ ვყიდულობ ეხა პირიქით ეხა ჩემი თქვათ რაღაცა მეგობარი რამეს რომ ჩუქნის თან ამოწმებენ მიაქციეთ ყურადღება არ გაყიდოს და აქცია არ ჩაატაროს იმიტომ რომ ეგ გადამივიდა რა ეგ ინტერესი ეხა რაღაც დროს გაინტერესებს ეს ტანსაცმელი და აღარ ჩაიცმევ ყველაფერს უკვე მე აღარ გაინტერესებს ხო მე რაც არ გაინტერესებს შემიძლია მოვიდეთ აი გიგას მაგაზე ავტოს იყო წაიღე ავტოს ქუტინიძე შენ პირდაპირ შენც არ მომიკვდე ხო არა გიგას უდამცინის ხოლმე მაგაზე რომ თამონა მგონი კიდე ერთი ფეხსაცმელი გაქვს საყიდელი იმიტომ რომ კარადას რო გახსნის ოღონდ იმ ფეხსაცმელებიდან უდიდესი უმრავლესობა არც მაცვია რავი 30 წლის წინ არის ტანსაცმელიც ეგრე მაქვს სანამ გადაცემაში მოხვიდოდი ნაზღაიძე მითხრა რომ გააკეთე რისერჩიო რა და დავიწყე ხა ჯერ შენი ქმარს ვუყურე რომ აი გიგას ძალიან კაი ქმარი ძალიან მშვიდად ლაპარაკობ წყნარად ხანდახან ვერც ვიგებ რო ლაპარაკობ და უსებ გადმოვდე შენთან და ვაიმე ნაზღაიძეს წერო ნაზღო შეხო გააკეთე რისერჩი რომ აი ვაიმე ვიძახი ღმერთო აი იმდენი ინფორმაცია თანახევარზე მეტი არ მეკსპონდა ხო აი რაღაცებს ვიტყვებს ამობრო ვერ ვიგებ გაიგებ ყველაფერს ანუ თუ მომისმენ გაიგებ ემოციურად გაიგებ ანუ ემოციას ისე გაძლევ რომ მიხვდები რას ვლაპარაკობს სიტყვა რა მითხარი იცი რა მაინტერესებს აი ხა გიგაზე ჩამოვარდა საუბარი კითხვები კი მქონდა მაგრამ რადგან გიგათი დავიწყეთ ეს როგორ არის ხა სახში გიგას რაღაცა დღეები აქვს საუბრის თუ როგორ არის არა გიგა ძალიან ბევრს ლაპარაკობს პირიქით ძალიან ბევრს ლაპარაკობს ანუ გიგას უბრალოდ ეს ანუ სადაც აი შენთან საუბარში სადაც დეკორუმი აქვს გარეთ რომ ეს რაღაცა სახე და პოკერის სახე და ესა მეტყოლებს თორე სახში ეხა კარტს თამაშობენ პრეფერანს თამაშობენ და რომ მივალ ისეთი ყვირილი დამხვდება რომ ეს გიგა არის ძალიან მოკამათე თუ გინდა რომ აწყენინო არ უნდა ეკამათო ყველაფერში მაგრამ შენი აქტიურობით საუბარი ეხა თვითონაც ძალიან აქტიური არის ძალიან აქტიურია უბრალოდ ერთი ეგ არის რომ ნუ სხვადასხვა ტემპერამენტი გვაქვს მithumetes საჯარო ცხოვრებაში ის რა სადღაც ჩერდება და იმის იქით არ გადის და მე უფრო აი რაზე ჩხუბობ ხოლმე შენ და გიგა აი რაზე ანუ სახში არის თუ არა ზოგადად კამათი ხა ყველა ოჯახში აი რა არის თქვენი თავი ყველაზე სერიოზული კრიზისი გქონდა დათო ბაქრაძეზე დავით ბაქრაძეზე. იმიტომ რომ ხდებოდა, ანუ გიგას უყვარს, როდესაც ვეთანხმდებით რაღაცებში რა, დისკომფორტი აქვს, როდესაც ხედავს რომ მე სხვაგან ვარ და ის სხვაგან და სულ ცდილობს რომ დამარწმუნოს. ეხა თავისთავად ის რომ დავით ბაქრაძე სწორი კანდიდატი იყო საპრეზიდენტო 2018 წელს, მაგას ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ კოლევა იყო და ეხა მე ვერ მომთხოვს ვერავინ რომ დავით ბაქრაძე შევიყვარო. ვერც იგებს, ვინ არის დავით ბაქრაძე. იგებს. შევიყვარო, ხო? არ იყო ეხა არც ჩემი ტემპერამენტის, არც ჩემი გემოვნების არ ჯდებოდა რა, ჩემს გემოვნებაში. და რაღაც გადაცემაში ვიყავი, სადაც ვილაპარაკე და მოუწოდე ხალხს ამ დავით ბაქრაძის მხარდაჭერისკენ და სახში რომ მოვედი, მითხრა რომ შენ ტანით გამოხატავდი უპატივცემლობასო. ტანით. ანუ body language-ზე გეტყობოდაო, რომ არ გევასებაო და მიუხედავად არ ვიცი რა უნდოდა და ყველაზე სერიოზული. არა, მოიახიდე თამარი ესე გვაკეთე. ყველაზე სერიოზული კრიზისი შეგვექმნა მაგაზე, ძალიან სასაცილო იყო თავისთავად მე. ანუ მეტი არაფერზე არ კამათობთ სახში. არა, ძალიან ბევრ რამეზე ვკამათობთ, ყველაფერზე ვკამათობთ. და ვინ იგებს ამ კამათს? არ არსებობს მოგებული და წაგებული. მერია ბაქრაძე მიყარა კენჭი თუ არა? იყარა კენჭი, როგორ არის 12%-იც აიღო.
12%. იყარა, კენჭიც იყარა. 12%-ია? არა, ნეტა ეხა რო 12% კონდეს ჩვენ პარტიას, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, რას ამბობთ, ანუ, მაგრამ და ექნება კიდე. ისე ქონდა წვდობა სახელმწიფო ქონება. არანაირი, საერთოდ და არც ერთი დღეს, ეს ამდენი პროცესმენი საიდან იყიდება? ევროპის საბჭოში 10,000 евро მქონდა ხელფასი და რამდენად? მე რას მოდიოდი, ქონდა და დარჩი რა. ახლა საერთოდ იცი რა შენახული მაგ როცა გადავდექი, იცი როდის გადავდექი ის ჩემი პოსტიდან 2013 წლის, ანუ ბიზნესა რო უკვე მოვიდა და ყველა რო ამ ქვეყნიდან გარბოდა, მე მაშინ ავიღე და მუდმივი კონტრაქტი გავწყვიტე ევროპის საბჭოსთან. და რომ მივწერე წერილი რომ მე მეთქი მივდივარ თქო იქამდე 3 წელი უხელფასო მქონდა და ტაბულას ვაკეთებდი რომ მე თვითონ ახოთ ახლა ეს როგორ გამომივა და თუ ეს გამომივიდა, მაშინ ამას გავაგრძელებ თუ არა და დავბრუნდები ისევ ევროსაბჭოში და მექნება ჩემი და დარჩი ევროსაბჭოს და ტაბულოს გარეშეც. არა. ტაბულოს გარეშე რატო დავჭკეთ ტაბულა დავაკვალიანე დავაბინავე და ძალიან კარგად მიდის მაგის ის. ხო, ნუ აღარ ახარ ტაბულაში შენ. თუ ხარ? მე აღარ ვარ ტაბულაში. ხო, არ ტაბულაში აღარ. სამაგერად პარტიაში ვარ, რომელიც ასევე ტაბულასავით წარმატებული იქნება. ის ხა ადამიანი ძალიან დიდი ხეირი იქნება ამ ქვეყნისთვის. და ხა 10,000 евро რო გქონდა. ანუ ჩემ თავზე დიდი მიზნები მაქვს. ანუ ადამიანი რაღაც რეალიზებას რო განიცდის, მე უკვე მისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება აღარ იყოს, ანუ რაღაც უფრო დიდი როცა გინდა და მე მაქვს ჩემ თავზე დიდი მიზანი. მინდა რომ ეს ქვეყანა შევიყვანო ნატოში. კონფლიქტური ხარ ხო შენ? კონფლიქტური არა ვარ საერთოდ. უბრალოდ ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ. გადაცემის ჩავსვათ აქ მომენტს შენ რო იძახი ინტერვიუში კონფლიქტური ვარ. აქ იძახის არ და იქნება კი. კი ბატონო, ანუ კონფლიქტური ვარ იმ თვალსაზრისით, რომ რადგან ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ, ეს წარმოშობს კონფლიქტებს, მაგრამ მე თვითონ კონფლიქტს არ ვეძებ. უბრალოდ მე თვითონ ვეძებ იმას, რომ ჩემი აზრი მაქვს და თუ შეიძლება გაატარე, ან დაიკიდე თუ არ მოგწონს ეს ჩემი აზრი და თუ ეხა მიპირისპირდები, მე კონფლიქტური კი არა, მეტიც ვარ. ეხა აქაც ჩხუბი მქონდა, ეხა აი აქ რო შემოვედი, აქ იმხელა საცობი იყო. ეხა შეიძლება პოლიციამ დამირეკოს, იმიტომ რომ პოლიცია გამოვიძახე. არა, აქ საოცრება ხდება ხალხო, აქ საერთოდ მანქანებს ვინ არეგულირებს, აქ ხალხი მოკლავს ერთმანეთს. ვიცი ამით ხარ კონფლიქტურობაზე მართალია რომ იწყევლები? საკუთარი სიმართლით სიარული ვისთვისაც წყევლა, მაგას დიდი წყევლა არ არსებობს. ნუ ეხა ეგეთის წყევლაც არა, უფრო მძიმე წყევლებიც რაღაცები წავიკითხე, უფრო მძიმე. გინებები არ წაიკითხე? ძალიან ვერ წაიკითხე. გინება არა, გინება ეხა რა ვიცი, მაგრამ აი მძიმე გინება როგორი გაქვს მაინც? ყველაზე ისეთი როგორი გინებია? შენი ფავორიტი გინება. აი შენი ფავორიტი გინება რომელია? ყველანაირი. დედის ყველანაირი ოღონდ ამ გინებასაც ჯინაზე ვაკეთებ. ანუ საჯარო გინებას ვაკეთებ ჯინაზე, რადგან მომაწუნენ რომ იცი რა არის, აი რაღაცა ხალი ხარ და რატო იგინები და ასე შემდეგ, რა ვიცი მე ხა კაცებს იგივეს არ თხოვენ. ძალიან პოპულარული იყო ჩემი საყვარელი ადამიანია კახაბენდუქიძე, მაგრამ კახაბენდუქიძე რომ შეიგინა ეთერში, მაგის გამო ჯვარს არ უწვიათ და მე მაცვავდნენ და ამიტომ მე მინდოდა რომ გამეკეთებინა რომ იმეც შევიგინები და მაინც გავიტან ჩემს. არის აი იმან იაროს მაქსიმალით რომ ვინმეს ყავდი. ეს არის ერთი წყევა და მეორე გინება არის შეიპოტეტო ჭუჭყო აი დასვი ჰარემში. ეგ საოცრება. ეგ საოცრება. ეგ საოცრება იყო მაგაზე ბოდიში მოვიხადე, იმიტომ რომ გაუგებრობა შექმნა მაგ ყველაფერმა, მაგრამ საკუთარი სიმართლით რო ივლის ადამიანი ეს არის კანონზომიერება ჩვეულებრივად. თქვათ მოხვედი მთავრობაში, ხალხს რა სპირდები? აი მოხვედი მთავრობაში. და ამ შემოგხასი. ეს რამდენ წუთში გითხრა? აი, მოგე თავარი. ფანტაზიები არა ელოლაპარაკობენი გარ. მე შემიძლია უთხრა რომ თქვა რომ ჩემი პირველი რაც იქნება. ჩემი მტრები ციცხოვრობენ სამართლიან გარემოში, სამართლიან გარემოში. აი, ეხა შენს დაიწყებ დაჭერას გავა 4 წელი. არა, დაჭერას მე რატო დავიწყებ? მე პროკურორად მოსვლას კი არ ვაპირებ, ან შინაგან საქმეთა მინისტრად მოსვლას, ხო? ანუ დაჭერას და ხო და ეგ არის მე პრობლემა რომ უფლებებისაც მე ვიჭერ, ანუ და ყველას დაგიჭერ. ეგ არ იქნება ჩემი პირველი იქნება დიდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს ჩადენილ დანაშაულებს სრულიად საჯაროდ. არა, მე არავის არ დავიჭერ. რაც შეეხება პირველ რეფორმას, პირველი რეფორმა იქნება ნაფიცი მსაჯულების გაფართოება, ანუ სასამართლო რეფორმა. ჩემი 20 წელია, 30 წელია ამაზე ვუშაობ. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოში ვცხოვრობ, აი დავიღალ ერთმანეთის დაჭერების ყურებით. მე მინდა მატერიალზე შემეხოს, ჯანმრთელობაზე შემეხოს, ქუჩაში ეხოს, აშენდეს.
რა გინდა? აი, ერთი მეორე სიჭერს, ის მეორე იმის ქონებას იმას უფრობს, ის გამოვა 10 წელში არის მილიონერი. მე ეს პარლამენტარი იმას სიჭერს, ის თავის სოლს უფრობს, რომელსაც ხელი არ აქვს მოწერილი. სასამართლო რო გექნება ესე კი ეს ბესპრეცედენტი ვეღარ იქნება. სასამართლო საწყობა ურტეში 3 წელში არ კეთდება. ძალიან მალე კეთდება თუ ნაფიც მსაჯულებს გააფართოვებ. ძალიან მალე. დაჭერის გარდა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სამართლიან გარემოში. თუ გვინდა მშვიდობა, უნდა იყოს სამართლიანი გარემო. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. შემდეგი თვითმმართველობის რეფორმა. რო ადამიანებმა ძალა შეიძინონ. იმიტომ რომ ახლა როგორ არის, რომ ჩვენ ყავს რაიონები, რეგიონები, სადაც ყველაფერი წყდება თბილისიდან. და იმისთვის რომ ქვეყანა ამუშავდეს და იმ ხალხის ენერგია რომელიც რეგიონებში ცხოვრობს პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს და დოვლათი შექმნას და მონაწილეობა მიიღოს თვითონ ძალა უნდა შეიძინოს თვითონ უნდა წყვეტდეს თავის ბედს და თვითმმართველობის რეფორმა ამის მიღმა ბუნებრივია საყოველთაო რეზერვის რეფორმა მიმაჩნია რომ სავალდებულო უნდა იყოს რეზერვი და ჩვენი საფრთხეების გათვალისწინებით ჩვენი საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველანაირი საფრთხისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის გარდა არის განათლების რეფორმა რომელსაც ახლა საერთოდ რას აკეთებენ კაცები განათლება ამ ფურცლების გადაწერა გადამოწერაში ავიდა 20 პენსიონერები ამოწყდა აღარ არის არც პენსია არ მოიმატ არა მე მესმის თქვენი ფრუსტრაცია მაგრამ ყოფილა პერიოდები როდესაც წინ გაიჭრა ხო ეს მე რეიტყვი 4 წელი არ გეყო კიდე 4 წელი ყველაზე საუკეთესო პერიოდი რომელი იყო საქართველოში რაც მე არ მახსენდება ანუ რამე კარგი პერიოდი არ გაქვს აი საერთოდ არ მახსენდება არც არაფერი არ იცი 27 წელი წლის ვარ 27 წლის ხარ აი საერთოდ არაფერი მე შემიძლია ვკითხო 41-ის ვარ მე რო გითხრა დიდად მახსენდება ვერ ვიყავ ვინახავ რომ თუ სადღაც ახალი კორპუსი აშენდა იმედიანად რო იყავი იმედიანად როდის იყავი არასოდეს არ ყოფილა არასოდეს არ ყოფილა იმიტომ რომ მუდმივად ან მიტინგზებს გავარ ყველა მთავრობის წინააღმდეგ ან რაღაცა მოდის რაღაცა ძალაუფლება და ეს ძალაუფლებას აჭარბებს ყოველთვის მე რო ამირჩევთ ესე გვეუბნება ყველა თამარი ჯინიანი ადამიანი ვარ და როცა ეს დავინახე ხა თქვენგანაც რომ ამას ვხედავ პირიქით ჩემთვის სტიმულია რომ დაგიმტკიცოთ რომ ეგრე არ არის ეხა მითხარი პოლიტიკას მოძორე გავითიშე პოლიტიკა მომწყვიტა პოლიტიკა მე მაინც აქ დაუბრუნდები ისე რომ იცოდეთ ანუ ბუნებრივად ერთი მოვიდეს პოლიტიკაში და არ გავხსენები ვართ რამე კაი შოუა არ გამახსენდები შემიტომ რა ხარ კოსა გაგჯერ მარტო თავზე როგორ არ უნდა გამახსენდე არა მე მაინც ვერ დავიჯერებ რომ სახში გიგა უფრო მეც საუბრობს ვიდრე თამარი არა არ არსებობს ამოწყვეტილი ყავს ის რამდენი წელია რაც ერთად ხართ იცი რა არის დიდი ხანია ძალიან ესე და ერთად ვარ ქორწინებაშიც დიდი ხანია უკვე 20 წელი გახდება და რამდენჯერ უნდა გაქცევა და ვერ გაიქცა მაგრამ 1997 წლიდან მეგობრობთ გარბის სახლიდან და აბრუნებ მეგობრობთ არა არსად არ გარბის ანუ საერთოდ არ ფიქრობდი რომ მე და გიგა უნდა დავქორწინებულიყავით ძალიან უცებ მოხდა ისე მქონდა ძალიან მშვიდი და კარგი ურთიერთობა რომ გიგა სახშია კაცამაშობ და თამარა კიდე იმედა შეხვედრებზე გიგა პოლიტიკოსი ყველა გადაცემაში წადი ყველგან იქნებ და დაიღო. არა, ჩვენს ბავშვობაში ბოკერია სახშად ნახულობდი ხოლმე ეკრანზე. და ეხლა სადღე თვალს თუ მოვკრავ აი. კაი, სიძესთან რა ურთიერთობა გაქვს? ნორმალური. ანუ სიძეს გიქაჩავს ამ საუბარში და იმაში თუ არ არის აუცილებელი სიძეს ხომ მარტო კვირას მოვიდეს ან შაბათს ხომ. შენ როგორ ციდედრი? მაგას გეუბნები როგორ ციდედრი შენ ეხა აი ესეთი ჰიპერაქტიულობით მე მგონი ძალიან რთულია. არ უნდა იყოს რთული, იმიტომ რომ მე არავის არ ვაწუხებ, თუ თვითონ არ უნდა ჩემთან ურთიერთობა. უი, არანაირად. არა, მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორ კერძო ცხოვრების უფლება. არც ჩემთან არ მოდის ისე ვინმე რომ არ დამირეკოს წინასწარ ესე კარს ვერ შემომიღებს, ვერავინ ვერ ზედა ჩემი მირეკავს წინასწარ საგინხარ თუ არა. ხო, ეგ მაინტერესებს ხოთა შორის. ანუ შენ რა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი რომ ჩემთან სახლში არ მიყვარს სტუმარი, რომელიც წინასწარ არ მაფრთხილებს, კი მე შიშველი მიყვარს სიარული. აი მაინც რა არის ევროპაში რო ცხოვრობ. ეს ჩვეულებრივი წესი არის, ანუ არაფრით არ შემიძლია ეს დადგომები არ მეყო. თუ შესახლან ჩავიარე და მიჭირდა ვაიმე ჩემი მეგობარი თამარ აქ არის. დამირეკე და მინდა ვარ თუ არა შეხასიათზე. და შეიძლება შუს ხასიათზე არ იყო და თქვენ სახში არა ვარ. არა, არ მოგატყუებ, გეტყვი ხასიათზე არ ვარ და ეხლა არ შემიძლია შეგეძლო ხოლმე. ნუ მithქვამს თუ არა ვარ ხასიათზე, მithქვამს კი. მე მაშინ ვიტყოდი ამას ჩემ მაგის ოჯახში. ჩემ ეს არ მეყვარს, ეს რაღაცა რომ ეხლა ჩვენ მოვედით და ეხლა აქ უნდა დავждეთ და რაღაცა, ანუ ამას ვერ ვიგო. არა, ხო არის საღამოთი მეგობრები რომ გეუბნები და ამოვა. კაცო, მყავს მეგობრები და მოუნებიან მოდიან კიდეც. ეხლა მე რო შენ და ჩამოვილი ხოლმე ვერეზე გიო სახში ხარ და ეგ ამოვირბენ. ხო. ანუ შენ ეს არ შეიძლება. კიდევ დაუკაკუნო. ანუ თუ უნდა გამაფრთხილო წინასწარ ყველა. მეგობარს არიღებ ეს ზარის გარეშე და ქვეყანას მიხედავს შენ ახლა. ეგ სწორია მე.
მოსახლეობა ვისაც უჭირს წინასწარ უნდა გაარკვიონ რა ხასიათზე იქნება ხოლმე რომ მივიდე დამართა. ეგ რა შეშე ეს ჩემი სამსახური არის და თუ გინდა რომ შენთან ერთად გავერთო გართობის ხასიათზე უნდა ვიყო ხო? თუ გიჭირს რამე დამირეკე და მოვიცლი შენ. მიჭირს ადამიანმა ჩამოვიდე. ხო თუ არ ვარ ხასიათზე. ხერს ნუიშენ მეგიშველი თამარი გაკეთებს. დამირეკეთ, გამაფრთხილეთ, გამოვნახავ დროს რომ დაგეხმაროთ. უბრალოდ მე არ მიყვარს ეს ფამილარობა პირდაპირ შემოჭრა. დამირეკეთ, გამაფრთხილებთ, ანუ რო კვდებოდე რა კარტა თუ იყო ბიჭო მე ეგ მითხრა დამირეკე გამაფრთხილე წყნეთში რა მოხვალო და სად დაიკარგა აღარც ამ პასუხობს. ვინ? სკვიტინიძე. ბევრტასმელები ხო ძალიან მდიდარია და ბევრტასმელები ქონდა და გადმოგილაგებო რაც არ მომდის რომ ძალიან კახდა. სასალოკასია. სიტი გამხდარია. რა გიშველო, აბა ჩემსაც მოგცემდი, მაგრამ ჩემი არ მოგერგება. ისე ყველაზე ძვირიანი ფეხსაცმელი რაფასიანია? აღარ დამალო ახლა. არ ვიცი, აღარ მახსოვს ესე, მაგრამ რავი, აი ლობუტანი მაქვს ყველაზე ძვირი, მანოლო მაქვს ყველაზე ძვირი და რა დღეს ბოკერიას და ჩემთან ბოკერიაზე მოვყვები ძალიან სასაცილო. ეს ახლა საფრთხე მქონდა და გიგას ანუ საერთოდ არ ანაღლებს რა აცვია, საერთოდ ვერ წხვდება, ანუ იცის რომ რაღაც პერანგი უნდა მოიცვას და შარვალი ამოიცვას და რა აცვია როგორ რაღაცა და რომ ვიქორწინეთ, ფეხსაცმელები ეცვა საოცარი და ჩავუნაცვლე. გია სურამელაშვილები თუ რა ეცვა ეს? არა, არანაირი დაგლეჯილი უბრალოდ რა, თორე არანაირი უგება. არა, თან თავარობაში იყო და თან თავსაც უწოდა. არა, ვინც გიგას იცნობს, არ არის ახლა გიგა გაჭირვებული ოჯახი. უბრალოდ არ აინტერესებს. არ არის გიგა. აი სათყოფილა დამარხული. არ აინტერესებს უბრალოდ რა და რომ მიმასვქენი, ანუ რაღაცები ვუყიდე რა, ანუ კოსტუმები ვუყიდე, კარგი ისეს და ხო და ვუყიდე ეს რა ქვია, პრადას შუზები რა, ძალიან ესეთი ლამაზი შტიბლეტები და ეს რა ქვია, წავშია ხა გაუყარა ფეხები და წავიდა, სულ არ იცის რა აცვია რა, წავიდა, მოვიდა და ეს რა ქვია, რაღაცა ერთი კვირის მერე მეუნება, რომ არ დამასახელებ ხა კონკრეტული გვარები ვინ მითხრა, რომ მაგათო მე მგონია შიგა აქთო. რატო? რა მაგარი ფეხსაცმელები გაცვიაო, ასე მითხრესო და ჩემ ფეხსაცმელებს რატო უყურებდენო და მე ვთქვი გიგა აქამდეც უყურებდნენ მეთქი შე ფეხსაცმელებს თქო და აი დახეულებს. აი დახეულებს აი დაგირა რა მაგარი ფეხსაცმელი ბაში ფეხდა. რავი რაც ღირდა რავი. ნუ პრადა ყოველთვის ძვირიანი ბრენდი იყო. ხო. კიდე ერთხელ ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპული ხელფასით. ვიდა დღესაც ესია გიგას თუ არ უყიდი რაღაცას დახეული ფეხსაცმელი თივლის? კი. ანუ ბრენდები არაცვე გიგა აკეთებდა ბრენდებს არა არც იცის ბრენდები. ეს უნდა ჭამა ხო თქვენი სპონსორი. მიზედი გემრიელია რო. კრეკერი, სნეიკი. სანდუმი ყველაზე გემრიელია. ხო და კაი, რა მითხარ იცი? გიგა თუ გეუბნება, მაგალითად რაღაცა გადაცემებში უნდა წახვიდე, არ წახვიდე, გირჩევს რა იქ არ წახვიდე, ეს კარგი. მირჩევს და ვითვალისწინებ, ხო, არ მეუბნება ეს ექენის. აი გია ჯაჯანიძესთან იყავი გადაცემაში. აუ, ძალიან გადაობა იყო. რაზეც მე მგონი დღემდე იძახის რომ არ უნდა დასულიყო. არა, ერთობა პირიქით, ერთობა. ეხლა იმასაც აქაც ხვდება, აქაც მეუბნებოდა რატომ მიდიხარ რომ. არა, გაერთობა მე რო ნახავს. ის იყო. გეუბნები, ოღონდ სახლიდან გაგიშვას, იმო ყველა გადაცემა. მეგობრებო, თავისუფალია სახლი, ამოდით, თამარი გავიდა. სიდედრ სიმამრი მაგარი გაქაჩულები ხართ. სიძეს თუ ქაჩავთ, აი თქვენი კანალებით რამე თუ დახმარები ხარო ან არ სჭირდება შემდგარია. რა ყველა შემდგარი ხართ ოჯახში. რაღა მარტო მე გამოვდექი დაქცეული. აღარ შემიძლია. ისე ყოველთვის მე ვიძახი ესეთ რაღაცას, რომ აი ადამიანები, რომლებიც სრულად შემდგარია. რატო ჩამაცივდით ამ სიძეზე, რა განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს? რაღაც ინფორმაციასაც ლობთ, просто არ ვიძახით. რა ინფორმაციას? არ გვინდა ეხლა რაღაც. იცი რა. რა იცი ჩემ სიძეზე? კაი, რა მითხარით? აი, სულ აინტერესებს აი ადამიანები, რომელსაც არასდროს არ ქონიათ გაჭირვება, ნუ გიგა ეხა გაჭირვებული არა, დახეული ფეხსაცმელი რაღაც ფეტიში აქვს, რაღაც თუ დახეული. არა, არ ანაღლებს უბრალოდ. შალვარამიშვილი რო გადაეკიდა კიდე რაღაცებზე გიგას ჩაცმაზს არჩევს ხოლმე იმაში რა ქვია. შალვა იმდო ძალიან კარგად. ანუ მარტო რა კარგად ასია. ანუ რასი თხოვს ვერ ვიგებ უბრალოდ. იმიტომ რომ შალვას დაუძაბე, აი ამ მოვყირავდი. სალამურზე. გამორთეთ შალვაო და შალვაც აი. კაი, ესე იგი ვისაუბრეთ შენ მეუღლეზე, მაგრამ შენ ეს პირველი ქორწინება არ გაქვს. თუ პირველია ეს? არა, კატო პირველი ქმნისგან მყავს. უბრალოდ არც ჯვარი მქონდა დაწერილი, არც ამას გიგასთან ჯვარი მაქვს დაწერილი. ხელი არ მაქვს. პირველ ქორწინებას, ნუ რაც არის არა ჯვრის დაწერილი ქორწინება, არასდროს არ საუბრობ. თავიდანვე არ მოგწოდო ჯვერატ არ დაიწერე. აი რო გაყევი.
იცი რა არის ზოგადად მე მომხრე ვიყავი რომ ფორმალიზების ურთიერთობა უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი იყო ისეთი რომ ესე რომ გეცხოვრა ადამიანთან რომელიც იმ მომენტში გაინტერესებს გიყვარს მოგწონს ოღონდ არ ახარ დარწმუნებული რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაატარებ ამას თვითონ საზოგადოება არ იღებდა და არც ჩემი ქმარი არ იღებდა მაგას ხო და შენი ქმარი რატო არ იღებდა ანუ მე როგორც გავიგე არ ვიცი ნამდვილია თუ არა კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო 90-იან წლებში ძალა ვისაც ქონდა ყველა რაღაცნაირად იყო როგორ თქვა შავი იყო თუ ქურდული სამყარო არაფერი ქურდული სამყარო სუტყუილი ხო არა მაინტერესებს ეხლა რაც მოვიდა უბრალოდ არ მოგვაკითხო 90-იან წლებში თავს რო იმკვიდრებდი ყველას ქონდა შეხება ქუჩასთან შესაბამისად და ესეც რავი ძლიერად იყო ქუჩაში წარმოდგენილი ეხლა თამარის გვერდზე ძლიერად ქუჩაში წარმოდგენილი შენთვის რა არის ყველასთვის სხვადასხვანაირად ანუ მე არ მინახავს ამ ძალის დამკვიდრება როგორ ხდებოდა ჩემთან ერთად არც უსიამოვნება მოშლია არც უჩხუბია ნუ კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაახლოებული პირიო ნუ ესე ყველა იყო კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი უსიამოვნებას სოფლიოს დაეჯახო ჯობია მგონი მარსაც არ მიუშვებდი გაგლეჯავდი ზეჩუაზე კარგი ურთიერთობა გვაქვს ეხაც ანუ ნორმალური ანუ ის არის მაგრამ აი ამ ქმრებს შორის სხვადასხვა სამყარო ანუ ეს კრიმინალური სამყარო ნუ კაი ქუჩური გაგება და ქუჩური სამყარო და აქეთ ისტორიკოსი და განიხილავს და სწავლა განათლება ძალა მხიბლავს ადამიანებში ანუ ძალას თუ ასხივებს ადამიანი მომწონს ეგ და მხიბლავს და ყველას რაღაც თავისი ძალა აქვს ხო თავისი სუპერ ძალა აქვს და იმ პირველ მეუღლესთან დაშორება რის მიზეზი იყო ამოღალე თუ გაიქცა თუ თავი დააღწია უბრალოდ ამოიწურა რა ამოიწურა ჩვენი ურთიერთობა ოღონდ კარგად დავშორდით ძალიან რა მეგობრულად ამხანაგურად რამდენი წელი ყავთ ერთად წელიწად ნახევარი 2 წელი ძალიან მალე მოგიწურიათ ეს არის დიდი ხარი თამა არა კაცო მე ხო მქონდა ურთიერთობა ანუ ეხაც მაქვს ურთიერთობა და ურთიერთობა სხვა არის მაგრამ ერთად თანაცხოვრების ურთიერთობას 2 წელი ვიყავით ერთად ეს არ არის 2 წელი არის აი კრიზისამდე რომ ვერ შედის ურთიერთობა კრიზისი იწყება რაღაც 3 წლის ბოკერიასთან ბოკერიასთან რო 97 წლიდან მაქვს ურთიერთობა რავი ინგლისურად friends with benefits ქვია მას და კარგი ურთიერთობა გქონდა ოღონდ არასოდეს არ მიკითხავს სად მიდის ეს ურთიერთობა რას ვაკეთებთ ან რატომ მეგობრობთ ან რაღაც და ისედაც საერთოდ არ ვფიქრობდი მეორედ დაქორწინება ბავშვი მყავდა შვილი მყავდა ანუ ეს ბიოლოგიური საათი მიტიკტიკებს და ბავშვი მინდა და ამიტომ უნდა გავთხოვდე ეს თან არ მქონდა სამსახური მქონდა ფული მქონდა ფული შენ მქონდა თუ მქონდა ფული მქონდა კი არა ფული მქონდა და ანუ არ მქონდა თავში აზრად რომ მე ახლა უნდა დავქორწინა არ თვლიდი საერთოდ საჭიროთ რომ დავქორწინებულიყავი მაგრამ მე რაღაცა ძალიან კარგად მოხდა ეს ყველაფერი საქართველოში რომ დავბრუნდი ანუ ძალიან ახლო მეგობარი იყო ჩემი და არაფერი ჩემთვის არ უწყენინებია არაფერი ჩემთვის არ მოუტყუებია ძალიან ბევრი რამეში ავტორიტეტად მივიჩნევდი ეს და თვითონვე თქვა ავტორიტეტ მეც მინდა ეგრე აი ავტორიტეტული არა ბევრი რამეში ავტორიტეტად დღესაც მივიჩნევ და იმიტომ რომ იცის ბევრი რამე კარგად და რაღაცები ჩემზე კარგად იცის და მიყვარს რომ შევეკითხები და რასაც მიპასუხებს იმას ვენდობი თქვენი ადამიანი რა ხო ძალიან სასაცილოდ მოხდა იმაში წავიდეთო რაღაც სტრასბურგში ვიყავ წასული ჩამოვედი 2005 იყო და ბათუმში წავიდეთო და ნუ კაი წავიდეთ მეთქი რა მოტანებას ყვებით თუ არა გასართობად წავიდეთო არა მგონი ეს ვინმე გაუბედოს წინა ქმარმა ის არის წინა ქმარმა მომიტაცა. მოგიტაცა? ნუ მომიტაცა რა, ანუ ცოტა სასაცილო იყო რა ეს ყველაფერი. ჩემზე 3 წელი. და ცარსად არ უთქია ბიჭო ეს მოვაყოლოთ. ჩემზე 3 წლით 4 წლით პატარა არის ჩემი წინა ქმარი, ანუ ჩემზე პატარაც იყო. მე ვიყავი 20 წლის, ის ხდებოდა 17 წლის. და ეს რაღაცა გატაცების სცენა რომ მოაწყვეს. ანუ ეხლა სხვა შორის ეხლა პრობლემა არის ეგ იმიტომ რომ არა ხალხო ჭაღარა იყო, ანუ შენი ჭაღარა გავიგე რასაკი 17 წლის იყო. არ გავდა მაგასაკისას ხალხო არა მე აი რატო არ დაუწერია ჯვარი უცხრესო ბავშვია ბავშვი იყო მე ის წელი ჩააგდო რა თუ რაღაცა და მე ექსტერნად დაამთავრა სკოლა და მე უკვე მუშაობდი ანუ აი ზუსტად $400 სადაც მქონდა ამერიკულ ორგანიზაციაში იქ მუშაობდი და 51-ში აბარებდა სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს და იქ ამომივლიდა ხოლმე რომ ჩააბარა 4 მე იყო ოჯახს ინახავდი
ორივე ვინახავდით. იმასაც ჰქონდა შესაძლებლობა. იმას რაც მოსკოლა არ აქვს დამთავრებული ჯერ. კევსყიდი და სხვანაირად სხვა შესაძლებლობები. კაი, მითხრე გატაცებაზე აღარ დაგაცემ. აუ ძალიან სასაცილო იყო ეგ თავისთავად დედაჩემის იმითი რა ქვია, დედაჩემის მას მოხდა, დედაჩემს ჰქონდა საშინელი რეაქცია. ანუ აი რო დაინახავდა ხოლმე, აი კიო და იმიტომ რომ ნუ ახლა წარმოიდგინე ახლა ყავს 5-ოსანი შვილი, რომელიც გონია რომ ახლა ვარსკვლავებს მოწყვეტს, იქ წავა, იქ ისწავლის, იქ რაღაცა და უცებ სკოლიდან რაღაც ანუ რაღაცა სკოლის მოსწავლე მოყავს. არა, ამ ბიჭის მშობლები, გამოუშვი ჩვენი შვილი გარეთ. იჯერ არასრულწლოვანია. ხო და ესე და 2 წელი ვიყავით რა მოკლედ და ანუ დედაშენს არ უნდოდა. არა რანაირად უნდოდა, რანაირად შენ მე მენდომებოდა, შენ გენდომებოდა? ანუ კოკოს კი არ ერჩოდა რამეს, ანუ იმას კი არ ერჩოდა ესე. არა, არა, გატაცება იყო რომელიც საერთოდ არ იცოდა მისი ასაკი ჭაღარა. ძალიან სასაცილო იყო ერთხელ ბავშვთან მივიყვანეთ ექიმთან მე, მამა ჩემი და კოკო ვიყავით და მამა ჩემი ეგონათ ჩემი ქმარი და კოკო ეგონათ მამა ჩემი. და რომ შეგიყვარდათ რამდენი წლის იყო? მაიმედა. 17. არა, მანამდე ხო იქნებოდა. რომ გავიცაინა 17-ის იყო რომ ამაში ხო მალე ხდებოდა ყველაფერი ეს. ესა მოხდი, ანუ ის გიგასტორი რომ დავამთავრო. წავედი ხა ესე გასართობად წავედი მეგონია გასართობად წავედი ბათუმში და გზაში კვარიატში და გზაში მითხრა რომ იქ მამა ჩემი და ჩემი შვილიც იქნებიანო და I was like და მე რა შუაში ვარ და რაღაცნაირად ესე დალაგდა რა ესე დალაგდა რომ მე დავქორწინდით ანუ აი ეს რაც ხელის თხოვნები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა რაც შეეხება წინა ქორწინება იყო ცხეთაში ვიყავით აგარაკზე ჩემი დის მეგობრები იყვნენ და ჩემის მეგობრები ხა ნუ ალამბაზე პატარა ბავში მოიტმოტაცებული ყავს აღარ გიგდა კლასის გამუშაშვები საერთო იყო და თამარი თაფათიშებული იყო იმასთან რომ აი არ მქონდა ბანკეტი სამწუხაროდ ის ბიჭი არა ისევ და მე-9 კლასის ბანკეტზე ჩემი ბანკეტი ხალხო 80-იანების წლებია რა ბანკეტი საერთოდ მე მგონი რაღაც ბოლო ბანკეტი ჩვენ გქონდა კაი რა მითხრა მიტინგებზე რომ დადიხარ აქტიურად აი ყოფილა შემთხვევა ანუ უცემი ხარ მაგალითად შემოურტყიათ ან შეუგინებიათ არც ერთი ინციდენტი არ მქონია ერთხელ მქონდა აი გახსოვთ ის რომ მოხდა წარღვნა 13 ივნისი რო იყო მაშინ გადავდიოდი ფეხით აქ მორკინალის უკან მზე სადაც არის იქ იყო ტაბულა მაშინ და ხილიანიდან განმოვჭერი ფეხით რა ჩემი სახლიდან მე მზიურთან მცხოვრობ და ვიღებ ერთადერთი ინციდენტი იყო და მანამდე ნიკარუროა მაჩუკა ესა რა ქვია კასტეტი და ციცაკის გაზი და ხო გვემუქრებოდნენ რომ უნდა გაგატყავოთ ეს ნაცები და ისა და რაღაც და ეს მაჩუკა რა და ჯიბეში მედო ესე სულ მინდოდა რომ რამეში დამჭირო რამეში გამომეყენებინა რა ანუ რაღაცაში რომ ვინმე სცენებიც არა და მაცალე გითხრა რეპუტაცია რამდენს ნიშნავს და ადამიანი ვიღაცამ დამიწყო ჩხუბი მაშინ რომ შენი მთავრობის ბრალია გმირთან მოედაზე რაღაცა მკვდარი წყობილი იყო ის ბოკალი არა ვიღაცამ დამიწყო ჩხუბი რა იყო ვიღაცამ ბეგემოტი ვიღაცამ კაცმა არ ვიცი მე ვიღაცამ დამიწყო ესა რა ქვია რომ აი შენი მთავრობა თუ რაღაცა და ჯიბისკენ გავიქენე ხელი და რას მელაპარაკები მეთქი და წავედი და ბიჭო არ გაიქცა და ეთქობა ჯიბეში რამე დო ვერ დაიწინდა ვის ახლოს იყო იმას და მე რამდენიმე კითხვა მოგცა გადავხაზავ კასტია და კასტეთით იყო შეცუდა თავარო და არც გინება მსგავსი რაღაცები შენი მიმართულებით არ ყოფილა არასოდეს თითქ არასოდეს არ მახსენებ ნუ თუ ყოფილა დამებრუნებია და არ დავჩენილა ერთ-ერთ ინტერვიუში შემყვები რომ ერთ-ერთ მიტინგზეო მაგინესო ონც რომ მე შემა მეგობარმა თუ ვიღაცამ გითხრა რომ ისო თამარმა არა აი სკინებაო მივიღეს სიამოვნებთან ჩემი სახელი და გვარი სწორედ თქვა ეს არის სხვა რამე ეს გეტყვი რაც იყო ეს იყო 17 მაისი 2013 წლის როდესაც 50-მა უფლება დამცველმა ჰომოფობიის წინააღმდეგ დღეზე გააკეთა ეს რაღაცა აქციას მართავდა და საერთოდ არც ვიცოდი ეგ ამ აქციის შესახებ და არც არაფერი უბრალოდ დავინახე რომ ამ აქციის წინააღმდეგ ეკლესიამ დამოძრაზმა ხალხი და გროვდებიან და მე ვერ ვიტან როდესაც ცოტას ჩაგრავენ რა ნუ აი ამ უმრავლესობის ემეთი და მაშინ თქვი რომ უნდა წავიდე ამ აქციაზე და დავუდგე გვერდში ამ ხალხს აი ამდენი ანაფორიანი და რაღაცა შაუბნელი აგრესიული კაცი როცა დგას ამ 50 ადამიანს ამიტომ რომ მოსდევდა ხო ის აი ეგ დღე არის და მარტო არ დავტოვებ რა და
მოდელი მახსოვს რომ ჩემი მანქანით ვაპირებ წასვლას და გიგა ჯერ კიდევ უშიშროების საბჭოს მდივანი ანუ წაგებული გვაქვს უკვე არჩევნები და ბიძინა პრემიერი, მაგრამ მიშა კიდე პრეზიდენტია და გიგა მისი უშიშროების საბჭოს მდივანი. ისე უშიშროების საბჭოს მდივანი და სახლიდან გავდივარ ესე ჩოლივრე და სადმე რომ მივდივარ ხოლმე ესეთ ადგილას სადაც შეიძლება მოლოდინი მაქრო შეება გამლახონ. მაკიაჟს ვიკეთებ სულ და წითელი პომადით და ლამაზი ვარ ახლა აქ მაგითო არ მაქვს აქ არ მაქვს მოლოდინი რომ გამლახავ. ელობა იყო უბრალოდ შენ გაგვიძალიანდი დასაწყისში. ხო და ანუ ხო. რა ხوارდა. ხო და გითხრა. და ეს არა ქვია და სად მიდიხარო და მე ვთქვი იქ მივდივარ მეთქი თუ რაღაცა და მოიცავ ჩემი მანქანა წაგიყვანს თუ რაღაცა ელენემ დამირეკა ხოშტარია მაშინ და მითხრა რომ მეც მინდაო წამოსვლაო ელენეს გავუარე იქ იმაზე ახალგზაზე ზემოთ. ჯერო ჩავედით ესე ლეონიძის ქუჩიდან ჩავედით იქ ხალხი დგას ყველგან და ეხა გიგას დაცვის თანამშრომელი მახლავს თან და შევატყვი რომ ეს დაიძაბა. დაცვით დადი ხარ? მე არასოდეს არ მივლია დაცვით გიგას ტყავდა დაცვა უშიშროების საბჭოს მდივანი როცა იყო მაშინ და გამაყოლა მაგით გაწადიო მითხრა რა და ამ დაცვამ რა უნდა მიშველოს ეხლა ამდენი ჯიგიტია ხო და ნიკა მე ვთხარი აზრი არა გადავალ ჯერ მე და სამთავრობო იმებს პირადი იმებში ვიყენებდი. აზრი არა აქვს მე ვთხარი გადავალ კი მაგაში ვიყენებდი რომ მანქანით მივეყვანე ჩვენ გვარ სოციალიშინო და რომ რომ თავი გამიღეთგო შემოვკითხული არავინ ხო და გითხრა და გადავედი მანქანიდან და რაღაცნაირად მან ხო როგორ უნდა გაიარო რა ანუ სწრაფად უნდა გაის მტრულ გარემოში თუ ხარ ძალიან მნიშვნელობა აქვს შენ როგორ მიდიხარ იქ რა გაჩი ხა ჩვენსავით თუ დაცვის გარეშე ხარ სწრაფად უნდა გაიარო და შენ შემთხვევაში შეგიძლია გაისეირო არაფერი შუაში არ იყო ეს დაცვა მე ვთქვი მაინც უნდა გადავიდე და გავიარეთ რა ეს ანუ მე ელენე და კიდე ერთი გოგონა იყო ხო ხოშტარია და გავიარეთ მოკლედ ეს აგრესიული ხალხი დაინახა დაცვა ყავდა ეგრევე გაბოკა თავიდან ვერ მიხვდნენ საერთოდ რა რომ უცებ დაინახეს რომ ჩერგოლეშვილი აქ შუაში მიდის ესე და გაიარა და რომ გადავდგი სამინაბიჯი თუ ოთხინაბიჯი უკვე თავისუფლების მოედნისკენ სადაც ესენი უკვე უკან დაჩნენ და აიწყეს ჩერგოლეიშვილო შემოზო ესე უკან ვიდექი ესე მის ელისაბედ მეორესავით ესე ხელს უქნევდი ნუ დაცვა ყავდა გაიყენე შენც ერთი კაცი დაცვა და შევარდი მიდი აბა იმაში რა ქვია დაცვიანთან წემე ჩემი აბა ვიყო ფიქსი ხო ვერ გიშველის მან დაცვა ეგეთი ერთკაციანი დაცვა არის რომ უბრალოდ აი რაღაცა უხერხულობა გაცაუხერხულებაა ცემათუნ ერთად ვიდექით იქ ეგეთი რამე საერთოდ არ მინახავს ანუ იცი რომელი ვიდეო ვნახე და ძალიან ბევრი ვიცინე პარლამენტის და პრეზიდენტი რო არის გამოსვლით და შენ რომ მიტიხარ ლამაზად გაცი რაღაცა მარტისფერი დასაცმელი და ვერ გაიგე სად უნდა დადგე ჯერ დაცვის უკან დადგე ეს ვერ ვიტან ამ ბრიფინგებს ან ვერ ვიტან ამ ბრიფინგებს ანუ რა ვაკეთო იქ ვერ ხვდები დგევარ რისთვის დგევარ იმასაც ვერ ხვდები რა და სად გავდგე იმასაც ვერ ხვდები და თან ჰიპერაქტიური ვარ რა დიდად არ მიყვარს ერთ ადგილას არა კაცო ბრიფინგი დადგნენ წი არა კადრში გამოჩენა რა უარი მან დააგვიანე და იმიტომ დადიოდი აქ გვიან საერთოდ ვაპირებდი შესვლას გვიან შევედი რომ შედი რომ მითხრეს შევედი და სადამდგარიყავი ვეღარ მივხვდი და როგორ სადამდგარიყავი ხო იყო პრეზიდენტი კაცი იყო და გვერდზე ადგილი იყო მაგრამ შენ იმენე კაცის ადგილზე გინდა დადგომა არა კაკოს გვერდზე არ მინდოდა დადგომა იქ გვერდზე კაკო ბაბოხიძე იდგა და კაკო ბაბოხიძის გვერდზე არ მინდოდა დადგომა არ მინდოდა იმის გვერდზე არ გაქვს კარგი ურთიერთობა თუ რატო არ მინდოდა დადგომა ხო არა ვიღაცის ვინ არის კაკო ბაბოხიძე ვიღაცა არის რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცის გვერდზე დადგომა არ მინდოდა და იმიტომ დავდიოდი უკან ესე ვარტყავდი წრე კაი რა მითხარი იცი აი ეს არ გინახავ თვალებს რო აბრიალებ უი არა აუ ის არ გინახავ ის არის ყველაზე მაგარი ანუ იქ ვიდგება ანუ გადაბმულია რასაკვირველია დამონტაჟებულია ეგრე მაგრამ ნუ ახლა წარმოიდგინე ადამიანი რომ ლაპარაკობს და თან ზუსტად იცი რას ლაპარაკობს იმიტომ რომ წინასწარ გავლილი გაქვს ბრიფინგზე დგეხარ და რა აკეთო და ხან თვალი გადავატრიალე ხან გადმოვატრიალე ეს და ეს კოცებიც დამაჯილენ და ეს თვალების ბრიალი ამოჭრეს ძალიან სასაცილო რო გამოდიხარ ხალხთან შენი სიტყვებით უნდა ელაპარაკო ის დაწერილს ვაფშე ვერ წვიგებ მე რას ვაკეთებ ახლა როგორ ფიქრობ ეს კარგია, მაგრამ ეს ბრიფინგები რო იმართება, პრეზიდენტი რო გამოდის, გინაცუხები რო გამოდის. ხო, მაგრამ მე არ მიყვარს ეს ბრიფინგები, რა, ჩემთვის ძალიან დრომოჭმული. ძლივს ისწავლა ქართულად საუბარი, ეხლა აზრის გამოტანა ძალიან რთულია ესე. უჩენო დაწერილი და ისაუბრო. ანუ ძალიან ეს არის. რაც გავიცანი, ბევრი ესეთი კურიოზები იყო? აი ერთ-ერთი მაგალითი ყველა სასაცილო ეს არის, რა ქვია. აი ყველა სასაცილო რა, ერთი. კი, მეტყვი. მოკლედ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მივდივარ სალომე ზურაბიშვილთან და ტელემედია სპინავს, რაც უნდათ ხო ის აკეთებენ, აცხადებენ, რომ ვითომ ეგრე არის, რომ ერთიან სიას რაღაცა აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის ერთობა ერთიანი სია და მაგარ დებილობად მიმაჩნია ეს ერთიანი სია და მე და გიგა მივდივართ და რო შევედით ჟურნალისტები მკითხეს, რომ რაღაცა და ჩვენ ვაპირებთ მეთქი რომ პრეზიდენტს უთხრათ თქო რომ ეს იდეა არ ვარგა და ერთიანი სია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ ყველაფერს თუ რაღაცა ისეს და შევედით
და გამარჯობა მივესალმე თუ რაღაცა და დავიწყე ხა ამაზე რომ კაპიტან სალომე მეთქი აი ამ ერთიან სიას და შემაწყვეტინა და ერთიანი სია არის მახე მეუნება დაბა ჩვენაც გვაჯერებდა რომ კარგი იყო არაფერს არ აჯერებდა უსპინავდნენ ეგრე ანუ სრულიად სხვა რამეს ლაპარაკობდა ის სხვანაირად სპინავდა მედია იმის გამო რომ ძალიან გარკვევით ესე არც უნდათ იმის გარკვევა და სახში არა აქვს სალომე ზურაბიშვილს ინტერნეტი რომ ჩაერთო და თავისი წყობით ჩვენთვის ესაუბრა ეხლა ნახე TikTok-ში და რაღაცებში არის უკვე ალბათ ასე ტრენდებიც ეკოს თუ TikTok live-ები აქვს და მეც ეგრევე შეუგრიალე დაურტყივარტი მოგწონ სალომე ჩემთვის აი სულ ყველა ბალიათი შაურია მართლა და არჩევნებში არ მონაწილეობ არა მე მომწონს სალომე ვისაც რო კოცებს აძლევ ხმა რო შევდივარ ვინც არ მომწონს ყველას გადავხაზავ ხოლმე ვინც მომწონს აი ჩემთან სოფელში იმას შემოვხაზავ ხოლმე რა სოფლიდან ხარ ქსოვრისი სად არის ცხეთასთან აი როგორ არის ქსოვრისი აი მე არ მოგწებ არჩევნებში ხმა ააშენო და ქსოვრისი სად არისო ისტორიული ადგილი ვახტანგ მეუქსის აბანოები აშენებული მორჩა თამარ არ მაგარ გაპარტია პოლიტიკაზე აღარ დამელაპარაკე დღეს შენ ამ გადაცემის მერე შენ და გიგას გექნებათ სასაუბრო ამ ქსოვრისზე და აბანოებზე ის მომიყვება ალბათ ძალიან ბევრს გიგას ბევრი აქვს ნასიარულები იმიტომ რომ მამი დაყავდა გეოგრაფიი და ექსპედიციებში დადიოდა და საქართველოს კარგად აქ მოვლილი და მე ესე კარგად არის ეხა მითხარი რამდენი ვისაუბრეთ გორში პირველად ჩავედი 2009 წელს და სტალინის ძეგლი რო დავინახე გული გამისკდა კინაღა მაშინ დავიწყე ის ამხელა ძეგლი თუ იდგა სტალინის საერთოდ მე გონი შეხარ ინიციატორი მაგ სტალინის ძეგლის დანგრევა უნდა იყოს კაცო სტალინი გორი აი სტალინელი ქალები ხა გამოვარდნენ არაფერი არ დაინგრეს აშენდეს იყოს ის სტალინი არაფერს არ გუშლის იყოს ჰიტლერიც რო იყოს აი ანგრევენ მე ეხლა ის რაღაცას რო დანგრევა რო უნდათ რა ქვია აშენებული რო არის აი ეს რაღაცა ლულებიო თუ რა რაღაცა თეატრი რო არის ნუ ანგრევენ დოკები ხო დოკები გაიხსნას ოღონდ რაფერს დავინახავ და დოკები და სტალინი ერთმანეთთან რა კავშირშია სტალინმა იცი რამდენი კაცი მოკლა რამდენი კაცი მოკლა გაგიგია ქანდაკებას რო ჩამოანგრევ ის ხალხი გაცოცხლდება არა რა შოშია გლორიფიკაცია საკეთებ ისტორია მანდედან არის დაბადებული ანუ ისტორია არის მისი განდიდება ხო შენ ისეთ მდგომარეობაში იყავი რომ გაგწყვიტა ყველაზე ჭკვიანი 20000 აი ხა ვინც იცი ყველაზე ჭკვიანი 20000 ქართველი რომ მოკალას უცებ ვიღაცამ და მე შენ იმას განადიდებდე რა ავადმყოფობაა არა მართალი ხარ მაგრამ გორში ჩადის ტურისტი რატო ჩადის გორში რომ ტურისტულ ატრაქციად იყოს როგორც ბოროტება ვაიმე ერთი ძეგლის გამო არავინ არ ჩადის ხალხი გორში ჩადის იმიტომ რომ ისტორია აინტერესებს აი ჰიტლერის კაცო გადაცემაში დებატები დაიწყო ფორმატი შევცვალეთ გორი გადაცემის არა მე მომხრევა რომ სტალინის ძეგლი ჩამოვარდეს კიდევ თუ რამდენჯერ დააყენებენ ვიღა დარჩეს ისტორია აუცილებელია რატო აიღეთ სტალინის ძეგლი რატო არ მოხვედით გორში სტალინის მემკვიდრე ვარ აი აქ მე ზუსტად საბატონო მაშინ ჩამეწერე არ მჭირდება მე შეთად ჩაწერა ირონია არ მე ჩარკოლეი შვილებს არ ვემსახურები მაშინ ასე მეგობრებო ბრიფინგის მაკიაჟი გახსნელად გამომიცხადებია თუმცა თამას სათხარ თამას შემოდი სტალინისტი შევ ეს სტალინისტი მოვიდა უინტელექტო როგორ გიწოდეს არა ინტელექტის პრობლემა მეთქი პარლამენტარი მოვიყვანეთ გადაცემაში რო გაიმარჯვეთ რაღაცა გამქაჩავს მეთქი გაიქშენც არ მომიკვდე ინტელექტი არ აქვს კონდეს ეხლა ამის იმედი სტალინისტი რატო გამიხარდება შენი გამარჯვება ეხლა სტალინისტი ქართველი არის ინტელექტის პრობლემა თან ამას ფაიმე საერთოდ სტალინი პირველად გავიგე ამისგან არც მითქვი არაფერის გავზე ფაიმე გემიცე შენ აქ უნდა გეთქო კობახიძესთან ერთად დარბაზში არ დავრბივა ისეკეთის ხელი დაგედოს თამარის თამარე ხელი ისეკეთის ხელი დაგედოს ჩემი კეთილია ზოგადად თამაშის წესებია ძალიან მარტივი აი ხელი მაგ მოდი შენახსენი პრინციპში თამაშის წესები თამაშის წესები ძალიან მარტივია თქვენ მიდიხართ ბრიფინგზე და ერთმანეთს უნდა გავუკეთოთ მაკიაჟი ისეთი ბრიფინგი უნდა იყოს რომ აი ყველაფერს გაუძლოს. კაი. ოღონდ ბრმად. ხო. ბრმად. ვიწყებ მე. კი. ესე იგი. მე მოგაწვდიო კონც. ესე იგი ვიწყებთ იმით პომადით. პომადით. პომადით ვინ იწყებს მაკიაჟს? ნუ ხო ჩვენ ესე დაგვაცადი ხო შეიძლება რომ ეხა ისეთ ლამას გაგიშობთ აქეთ. მე სად არის ტუჩები ხა სადა გავიგო ტუჩი სადა. სადაც მოგავოსმე კაი. მე კარგი. აი ეს გამიკეთე. კაი, შემდეგ იყოს გაჩუმდი, რასაც მოგაწვდი იმას გაუსმე. ეგ რა არის? აბა წაუსვა ეს შეიძლება? კი, წაუსვი, აბა. ეხლა ცოტა რუჯის ფერზე მოხდა. არ უნდა მეტი, რა თქმა უნდა, დაცვა თქვენ გჭირდება დაცვა, მე ვირას მიჭდის.
რავი, შენ არ თქვი, რომ ქუჩაში რაღაცებს მეძახიან. მადლობა, ძალიან დიდი ეს ამხელა რაღაცა ფელამუში რო დამადე. კაია, ხო? ის აქედან ძალიან ჩაუშავე. სად? კონტურინგს მიკეთებს ახლა შეხედა. განათლება ევროპაში მიიღო და სახაზე რეებს განათლება. ჩემი შვილი ზუსტად იგივეს აკეთებს. ისი ამოწურე, რომ ჩემზე აღარაფერი არ იყოს. მაგა დიდი კუნჯები უნდა. აი დახირა საყვარლობდა. დილებია. ეს ფერადები მინდა, ეს ფერები უფრო არდებია? ხედავ, უკვე. ო, იმიტომ მუქია ხო, ტონალური უკვე მუქია და. ის თვალები ჩაუშავე. და ჩემფალზე არის. რომ იმედის ის ინერვიულოს დასაქცირება. იმედი. ოუ, ძალიან მაგარია უბრალოდ. იცი ხო ეგ ამბავი? იმას დავამსგავსო. 6 თვის წინ. ანდრონიკაში თუ რა გვარი ეს. თავრობამ დაბლოკა. ნუ გინდა რომ პოლიტიკური რაღაცები გაჩერდი, არა, გადაობას გეუბნები, თქვენ არა ხართ იმეც რო ურეკავთ და ეხმარებით ამ. ცოტას ძალიან ვინმე ბოდიში. აი, მუქი ფერი და. ხელის შემოbrunება. მოიცა. აჰა. იცი ეგ ამბავი 6 თვის წინ ბრიტანელების გიყვები რაღაცასაც ილოს. შენ მიყობი ღამიარ და მოიწოდე, გაჭერდი, ვერ ვუშავ ესე რა აქტიურად და მე და მაკიაჟი ხო უნდა გავაკეთო, ვერ გავაკეთე. კაი, კარგად ვიქცევი, მიდის რა. ნუ ეგ არის? ხო და გითხრა 6 თვის წინ ამ რეჟიმმა დაუბლოკა გრანტი ბრიტანელების ტაბულას. 6 თვის მერე ბრიტანელებმა აიღეს და დაბლოკეს იმედი და პოსტივი. გრანტი 50000 ფუნტი დაბლოკა ემან. მე არც არაფერი მაქვს რომ გრანტი ვიღაცამ აბა ეს დამიბლოკოს. რას გაძლევს ესენი? ეს ბოლო შტრიხებია. ლაპარაკობთ ამ რაღაცებზე, კომპანიებს რომ ეწენებით ჭუაზე რაღაც ფულს არ გიხდიან? ვაიმე ჩვენ ქველმოქმედება. ქველმოქმედი ვარ. ქველმოქმედი ჯიძე ჩვენ ფოტოებს. აი ტაბულას დავაფიქრე. ანუ აი ეს რაღაცა მიჰაუსი. მე შემეშინდა რატომ მოტრიალდა. მე რალამაზი მაკიაჟი გამიკეთებია. მიჰაუსი. აქ ესე პროსტა ესე ალტრუისტულად გიდგათ? ესენი გვიხდიან მოკვდავებს რასაც უხდიან იმდესაც. თქვენ აი უკვდავებს რო გაქვთ იმ ხელფასები. შესავით ხა 10000-ები არ ქონია არასოდეს. მე უარი. თან მით უმეტეს იმგნე 90-იან. უარი. არა, განდიდებაზე რო თქვი ისო, სტალინზე რო გართულება გაქვს, ტაბულას შესასვლელში რო ის გინოდა დაეკიდა ჩენი ნახატი. დამფუძნებლის ნახატი 100 წლის მერე მკვდარი რო ვიქნები, მე ეკიდო საბარა. აუ, ნიუ-იორკ ტაიმსში არის, ნიუ-იორკ ტაიმსში. ნიუ-იორკ ტაიმსში თუ არ ინსპირირებული. ხატე კაცო რა მოჭი. სტალინისნაირი თუ ვიქნები, მაშინ არ უნდა დაკიდო. შენი ძეგლიც გინდა როგორში იყოს? არა. შესასვლელში დამხი. თან ისო ზეთით და ბოლო შტრიხები. მაინც ამაზე ვიქნები ზუსტად. ბოლო რა თქმა უნდა, ბოლო შტრიხები. აჰა. всё? ეგ არის ლამაზია? აბა? აბა? ვაიმე. აბა? ვაიმე. ძალიან მოწონს. ვაიმე. წანწკლა. ეხა შენ დადექი. მოდი. და უნდა აპლოდისმენტებით გავარკვიოთ ისი მაკიაჟი უკეთესია. არა, ჩემ პომადას რატო არ მაძლევ? ის დამაკიწყდა. კაი პომადა გაქვს? დიდები. რა გალეული აი როგორ გეტყობა რომ მოგიხსნეს გრანტი რა წვრილი. რა არის? ვეთი, აქ უნდა ხელებიდან შემოყოთ რომ ვერ მომწდეთ ან. ტუჩზე წავუსი. ჩამოწიტავი. ეგ ტუჩია, ვერ გავიგე. ინჩე. მე რას გახატე თქვენი ტაბულას? ლოგოს. მეგონი სოцწერია დამეხმარეთ ევროკავშირში დამაბრუნეთ. ნატოში მინდა მე უფრო მეტად ვიდრე ევროკავშირში. ჩვენც გვინდა ეხა ბევრი რამე. ნატოში შევალ და მაინც ისე ვიქნები ჩვენ. თუ შეჭამენაც იქნა გამოაგზავნია. მომეც სიმწხვირი მომტრია. ჩვენ თუ ნატოში შევედით, იმ ნატოსაც დავუყავთ. ჩვენ ისეთები ვართ, ისეთი ერი ვართ, იმასაც ჩამოვშლით. თარო წინ იყურება და ისე ხატავს. წინ არ ვიყურე. შეიძლება წინ ისე უნდა პირდაპირ უნდა ხატო. შენ ეხა წინ იყურები და ეგრე. მაცალე ეხა მათხელების ცეცება ჩემი პრობის არ არის ჩაისჭიქა. დედა მაკიაჟ რა მომაშორებს. თმაზე არ ის დარჩა. თვალები კი მაქვს ჩაშავებული, ხო იცი? ესე გემართება ზოგადად ასაკში ორივე. შემეკავი კიდე მაგაში. დაინახა რომ ცოტა ამოფიქრე. მე რა თვალები გაქვს. ეხა ტონალური დამიდე ისევ ესქლად როგორც დამიდე დავდე ამას. ანუ მე ვფიქრობ რომ ეხა ამ მაკიაჟის შემდეგ ერთ-ერთ უნდა წავიდეთ სადღაც სახინკლეში რომ მაგრად გვცემონ. ცემა არ აქვს. არ ეს ტონალური გი. კასტეტი სახში დატოვე. ჩემთან ერთად არ შეგეშინდეს არაფერს. კასტეტი ხო სახში დატოვე. კი, აღარ დავდივარ მაგით. რატო?
მე ძალიან ბევრს უჭიქშიქებ თუ საინტერესებს დადიხართ გაიცვთ ერთხლა ვაიმე წვერზე ალერგია აქვს ზევით გაუს ვაიმე რა ხავქნა მე ხელზე ჩავიდა ხო თამას რითიც აღარ თქვი რომ დამთავრდა ხო გასარეცხი რომ მივალ სახში ბარე მამანაც არა მე ხო ვიცი ამისი პრობლემები წვერთან დაკავშირებით არ ვიცი თვითონ მოიგონა მომეცის მე მე ჩვენ ძალიან კარგი თამაში გონდა მოფიქრებული და ციკლი გვიკარა მომეცის ტონალური კიდე აქ აღარ გინდა ჩემი გოგო აი ეს დაგამონტაჟებთ ისე ამ სადაც რასაც მოგაწვის გაუსიგის ჩემი მე ხო ვიცი რას დაგმართებთ მე ისე დავამონტა ვაიმე როგორ ჩიფრს იაკეთებს ხედავ? კაცო გამიგე ხო თამაში. არა ეს ყურება არ იცვლება ხა შენ თამაში წეს რა ისე აზარში შევიდა პოკერიას უნდა დაურეკო დაიმალოს. კაი რა დამრჩა? ეს გადაჭა. პოკერია მაინც ზარით გააფრთხილე ჯერ რომ მიდი ხარ სახში ეგრე არ დაგინახოს არ შეეშინდეს ეგ გული არ გაუსკდეს. ვინმე თავდასხმელი არ გაუსკდება გული. ერთხელ იცი? ვიღაცას მოეწონა ჩემი იუფკა. მერე? გულია მოეწონა, უცებ ვიფიქრე რომ მეთქი ხლა აქ რო ვაჩუქო და ვიუფკოთ მივიდე სახში. პოკერია რა სიტყვის. ავდექი და ვაჩუქე და სახში მივედი გადაცემიდან პალტო გავიხადე იუფკა არ მაცვია. და რაო? მიყურებს ესე რა. ეს რა არისო და ესე ვიყავი. ვის ვაჩუქე მახსოვს უბრალოდ ეგ სცენა რომ მომეწყო ეკა კვესიტაძეს ვაჩუქე ცეცხლ როგორ უჭირს და მაგას არ ვიცი მიჭირს თუ არ უჭირს მე უბრალოდ სცენის მოწყობა მინდოდა და ვიუფკოთ სახში აი მრაქველ მოქმედია ის მინდა გეხვეწები ის რო გაცვია ეხლა რა ბეწვიანი რა შემომაწოდო ხრებზე რო შემომწოდო მე ბევრად ლამაზად გაგიკეთე ვინ არის გამარჯვებული მე ორივე ჩვენ მათ ისა საბჭოთა ორი ჯუჯარო იყო ბებერი კაცები მე ვარ უინტელექტო ქსოვრისიდან ჩამოსული ცნობილი პოლიტიკოსი აქეთ ცნობილი ჟურნალი რა დღეში ხართ მაინც ვის აქ ინტელექტი ახლა სტალინისტი საიდან მოიტანე აი როგორ მაბრალებს ხალხო ღმერთი ხათის ალოცავი ნახევარი საათი მელაპარაკა ხალხო სტალინზე ხალხი ნახავს მაინც აი არ ვიცი გაგიჯდება ხო ნახავს ხალხი სხვათა თავის გამოყვანას შენ ხარ ბოროტო მოქმედის ფანი განმადიდებელი, ითხოვ ძეგლებს ტალენტის. მოდი გაკოცო, მოდი. არა, რომ კარგად დავამშვიდობ. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა სარკასტიკა, ეს იყო პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი, ჩვენთვის არა მარტო პოლიტიკოსი, არამედ ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან საინტერესო სტუმარი. ჩვენ გემშვიდობებით მომდევნო ორშაბათამდე, მომდევნო საინტერესო სტუმარი. ეს მასწავლა ჩემმა შვილიშვილმა, ლამაზი რო ხარ, ესე უნდა აკეთო. ესე უნდა აკეთო. რამდენი გაგიწვა? შენი დამსახურები. კაბა არ გამიფუჭოთ იცოდე. არა, ჩამოგდი, სანამ თუ არ ჩამოიღო, აბა მეგობრებო, ორშაბათამდე.